შაბათს საღამოს 7 საათზე ჩვენი სტუმრები იქნებიან სხვადასხვა სფეროდან. დღეს ჩვენი სტუმარია მამა თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი, ჯვართამაღლების ტაძრის დეკანოზი და დღევანდელი შეხვედრის ფორმატი წინა შეხვედრებისგან ცოტათი განსხვავდება. დღეს 4 თემა იქნება განსახილველი და თითოეულს დაეთმობა 10 წუთით. პირველი თემა ეს არის ყოფიერების საიდუმლოება, მეორე ბედნიერება, მესამე კარიერული წინსვლა და ქრისტიანული ცხოვრება და მეოთხე ადამიანის მოწმინება სამოთხეში. საინტერესო საღამოს გისურვებთ, მადლობთ მოგზაურობისთვის. ჩართულია. განსაკუთრებულად ესე ჩართულია. ყველაფერი ჩართულია. განსაკუთრებულად ბოლო თემა ვიცი მე, ადამიანის მოწმინება სამოთხეში, იმიტომ რომ ახსოვს როგორ ვიყავით. ვერ მიხვდენ, ეთყობა თქვენ გონიათ რომ ახლა ვიყავი იქ. ოი. თითო თემაზე რამდენი ხანიო? გესმით ჩემი ხმა უკან ისმის? 10-15 წუთი. ესე იგი ვერაფერს თქვას ვერ მოვასწრებ. 10 წუთში რა უნდა მოვასწრო? ჩათვალეთ რომ არაფერი არ მithქვია და პრინციპში ბარემ მაშინ არაფერს არ ვიტყვი საერთოდ და კითხვა-პასუხზე გადავიდეთ. რა აზრი აქვს? 15-20 გააორმაგა ხელად. თან შეარჩევენ ხოლმე ყველაზე მძიმე დღეს. სამშაბათი მაქვს ყველაზე მძიმე დღე. დილას ვიწყებთ 6 საათზე, ჩვენ დღევანდელ დღეს 6 საათზე ვიწყებთ. რასაც ხალხი ხედავს, თუ რასაც ხალხი ვერ ხედავს, ვინ იცის როდის ვიწყებთ. ხო და მე აღსარებები გრძელდება, წირვის მერე წირვა, მე აღსარებები. ხო, ამას თქვას ვერ ასწრებ. რომ უკვე აქ ახარ. ამ დროს ყველაზე მაგარია რომ დაისვენო სადღაც მეგობრების წრეში. მაგრამ თავს იმით ვინ უგეშებ ხოლმე რომ ბევრი მეგობრები მყავს მეთქი და ვისვენებ. და ვითომ სუფრაზე ვარ და ვითომ თამადა ვარ და ესე ვსაუბრობ. თორე ლექციას როგორ ჩაატარებ ესე დაღლილი. ხო, ესე იგი 4 სხვადასხვა თემა. პირველი ყოფიერების საიდუმლო. საერთოდ 10 წუთი ხო? რეგლამენტი. ერთხელ ერთ-ერთ ტაძარში ვარ, ერთ-ერთ ეპარქიაში. ხო და ვარ, ჩემთვის გავარ ხა ეპისკოპოსების წირავენ და ჩვენ გავართ გძლები თანამწირველებად და ჩემთვის მიჩნევს ჩემთვის იქ მიფარებულში და მეთქი ხა ვეზიარები წავალ ჩემთვის იქნები და წყნარად დავისვენებ. ამიძახა და რო ვეზიარეთ სასულიერო პირები სანამ რევლი ეზიარება. გადი და იქადაგეო და აუ მეთქი ხა თან არ ახარ მზად, თან არ ელოდები, თან არ გინდა, თან ახლა ხო მოკლედ 1000 მიზეზია თან უცხო ეპარქიაში. მაგრამ რას იზამე ეპისკოპოსი რო გეუბნება სხვა რა გზა გაქვს. ხო და რას მეუბნება? გააკონტროლებ საკუთარ თავს რომ 10 წუთში დაამთავრო. აი ესეთი ის ამაქვს სასახელი ცუდი. რას ქვია ვერ გააკონტროლო? გიჟი ხო არა ხო ვერ გააკონტროლო. 10 წუთი. ასე რომ ვეცდები 10 წუთში ჩავეტიო თითოეული. ახლა რაც შეეხება ყოფიერების საიდუმლოს. საერთოდ არ გეჩვენებათ რომ ბუნდოვანია ეს თემა? ყოფიერების საიდუმლო, როგორ ფიქრობთ? რა თემა არის? არ არის ბუნდოვანი. თუ გასაგებია ყველაფერი. არ მესმის? ბუნდოვანია? თუ ეტყოდით რომ კაი თემაო, ვიტყოდი მე შევარჩიე მეთქი და. თუ თქვით ბუნდოვანია, ამან შეარჩია. რა თემაა ხა ყოფიერები? რატო არის ბუნდოვანი ხა საინტერესოა? იმიტომ რომ ჯერ ყოფიერება რა არის?
ეს ცალკე თემაა რა, მთელი ფილოსოფიური თემაა, ყოფიერება. და მე საიდუმლო. ერთად ვიფიქროთ რა თუ შეიძლება. ყოფიერება რა არის? არ ვიცით რა არის ყოფიერება. არსებობა ის რაც არსებულია, ის რაც არსებული, არსებობს. რა არსებობს? ჩვენ ვარსებობთ? თუ არ ვარსებობთ? სამყარო არსებობს? აი სხვათა შორის მთელი რიგი მიმდინარეობებია ფილოსოფიაში, როცა ის რომლებიც ამბობენ, რომ სამყარო არ არსებობს. აბა რა არის ეს? ილუზია. ეს არის რელიგიური მიმდინარეობებიც, მაგალითად ესეთი სიტყვა არსებობს ინდუიზმში, მაია. მაია სახელი არა. არამედ მაია სიტყვა, რომელიც ნიშნავს ილუზიას ფაქტიურად. და ყველაფერი არის მოჩვენებითი, ბრაჰმას სიზმარია და ამ სიზმრის ნაწილები ვართ ჩვენ. დიდი ვერაფერი პერსპექტივა არ არის. ბრაჰმა გაიღვიძებს და დამთავრდებით. და არსებობს, თქვათ, ისლამის ღვთისმეტყველებაშიც არის მსგავსი რაღაცები, რა თქმა უნდა, ალბათ არა ძირითად ისლამურ მიმდინარეობებში, რომ ყველაფერი ეს არის ტვინის ფუნქცია, ტვინის აღქმა, ტვინი აღიქვავს ყველაფერ ამას, რაც ხდება და სინამდვილეში არაფერი არ ხდება და ღმერთი არის და ასე იგი ისინი ამბობენ, რომ არის ღმერთი და არის შენი ტვინი. და ღმერთი ამ შენ ტვინში სხვადასხვა ინფორმაციებს წერს, როგორც კომპიუტერში რო წერენ. და ეს ყველაფერი შენს ეკრანზე ცნობიერებაში ჩანს და სინამდვილეში არაფერი არ არის. ესეც ძალიან პესიმისტურ განწყობას ბადებს. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ჯანმრთელი მსოფლმხედველობებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დიახაც ყველაფერი არის. თუმცა ფილოსოფიური თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ესეც გარკვეულ პრობლემებს ბადებს, იმიტომ რომ ამას დეკარტეს ცნობილი გამონათქვამიც იცით, ხო? ვარსებობ თუ არ ვარსებობ და ესეთი აზრი მოუვიდა მას მტერს ემალებოდა, სამხედრო იყო და მტერს ემალებოდა ახალგაზრდობაში, მტერს ემალებოდა ღუმელში. ეს ღუმელი გერმანულად იხურებოდა. ეს ის ღუმელი არ არის სოფლებში რომ ფეჩები უდგათ ხოლმე. ხო და იქ აბსოლუტური სიჩუმე დადგა და თუ გამოგიცდიათ აბსოლუტური სიჩუმე, სპეციალური კამერები არის, სადაც ხმის ჩამწერი განსაკუთრებული უფაქიზესი სტუდიები რო არსებობს, არა მუსიკალური ჩაწერები, არამედ ხმის იდენტიფიკაციას, ხმის ანალიზს რო აკეთებენ, იქ არის აბსოლუტური სიჩუმე და ძალიან ძნელი ასატანია სხვათა შორის აბსოლუტური სიჩუმე, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში ესეთ რამე არ აგვაქვს. სამყაროში ესეთ რამე არ არსებობს. სიჩუმის თვალსაზრისით ვაკუუმია თითქოს ისეთი არანაირი ბგერა არ არის პრაქტიკულად და ძალიან ძნელი ასატანია. ჩვენი ყურისათვის ესეთი მოგეჩვენება, რომ თითქოს ყურის ბარაბლები ამოიბურცა ასე. ხო და იქ ფიქრობდა ფილოსოფოსია, იცით, მოგეხსენებათ, მეცნიერია და ვარსებობ თუ არ ვარსებობ და მე ვარსებობ, მე მგონი, იმიტომ რომ ვაზრონებო თქვა. ვაზრონებ, მაშინ სადამე ვარსებობ. თვითონ არსებობა ძალიან უცნაური რამეა, იმიტომ რომ ბოლომდე არ იცის არავინ ყოფიერება რა არის. რა ფენომენია ეს. თანამედროვე ფიზიკოსები საერთოდ ფანტასტიკურ იდეას გვთავაზობენ, რომ ეს ყველაფერი რაც არსებობს, არ მარტო ჩვენ, არამედ მთელი სამყარო ერთ მათემატიკურ წერტილში იყო თავმოყრილი, რომელიც ატომღაც აფეთქდა. რეალურად არ იყო სივრცე, არ იყო მასა, მასის ენერგია. და შესაბამისად არ იყო დრო, იმიტომ რომ დრო არის იქ, სადაც მასის ენერგიებს შორის, შედედებებს შორის რაღაც მანძილია და ეს ყველაფერი გაჩნდა მერე და მანამდე არაფერი არ იყო. და ერთი აფეთქებით გაჩნდა ეს ყველაფერი და უთვალავი გალაქტიკები, გალაქტიკებში უთვალავი ვარსკვლავი, ვარსკვლავებში პლანეტები და ასე შემდეგ. და მერე გავხდით აგერ ჩვენ. და ეს სამყარო თავისთავად, თუნდაც ეს თეორია, რომ ერთ ყველაფერი ერთ წერტილში იყო თავმოყრილი, უკვე უცნაურს ხდის, ხო? ამ სამყაროს შემეცნება ძალიან უცნაურია. მე მიკროსამყარო ძალიან უცნაურია, მიკროსამყარო, იმიტომ რომ არავინ არ იცის რატომ არის ეს მაგარი, იმიტომ რომ სინამდვილეში ის რისგანაც ეს შედგება, ფაქტიურად არის იმდენად ელემენტარული ატომები,
თქვათ მოლეკულები, ატომები იშლება, ისინიც იშლება და ფაქტობრივად სიცარიელია, მაგრამ მაინც არსებობს. მაგრამ მეორე მხრივ აი საიდუმლოება, ყოფიერების საიდუმლოება. საიდუმლოება კიდევ იმიტომ არის კავშირში ერთმანეთთან, მე ესე ვფიქრობ. რა ვიცი, ოთარემ ჩახლართა ეს თემა, რას გაიგებ. იმიტომ რომ სამყაროს აღქმა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯვრითი აღვიქვავთ ჩვენ სამყაროს. ხშირად მომყავს ეს მაგალითი. ადამიანს ძველად ალბათ ეგონა, რომ მზე და მთვარე ერთი ზომის არის. რატო ეგონებოდათ, როგორ ფიქრობ? აი ორი 20 თეთრიანი რო აიღო და ერთმანეთს დაადო, ხო ზუსტად ერთნაირია. აი ესე ზუსტად ერთნაირი ზომის არის ჩვენი თვალისათვის მზე და მთვარე. არ არის საოცრება. წარმოიდგინეთ, ახლა რამხელა მზე, რო წარმოიდგინოთ მზე რო წარმოიდგინოთ, აი ამ ოთახის დიამეტრის. მთვარე იქნება როგორც ბრინჯის მეოთხედი. უფრო პატარა კიდე. პრინციპში არც არც დაინახავ, ხო მზის გვერდზე. აი რამხელა განსხვავებაა მათ ზომებში და ესე იგი ისე არის მათი მანძილები განლაგებული დედამიწიდან, რომ ერთი-ერთზე ჯდება, იმიტომ არსებობს მზის დაბნელება. ზუსტად ერთი-ერთზე ჯდება, საოცრებაა ეს რა პირდაპირ. ასე მომყავს ხოლმე მაგალითი მზე როგორ ჩადის ზღვაში. ეგრე ეგონათ, ხო მზე ჩავიდა ზღვაში. ბავშვობაში თქვენც ასე გეგონათ ალბათ. ხო. მაგრამ სინამდვილეში მზე ხო არ ჩადის ზღვაში. ხო? ხო იცით რომ არ ჩადის. მეცას გეტყვით, ახლა აქ დაფარო იყოს შეიძლებოდა დახაზვა ოპტიკური ილუზიები რო იქნება. მაგალითად შეიძლება ორი მაგიდა დახატო ზუსტად ერთნაირი სიგრძის, იმიტომ რომ მე სახაზავს მოიტანდა გაზომავდა ერთნაირი სიგრძის არის, მაგრამ რო დახატავ ერთს ესეთ პერსპექტივაში, მეორე სხვანაირ პერსპექტივაში, ყველა იტყვის რომ ერთი მაგიდა უფრო გრძელია. ეს უფრო გრძელია ყველათვის, ეს მოკლეა, გაზომავ ერთნაირია. ესეთი ოპტიკური ილუზიები ძალიან ბევრი არსებობს. ახლა მე მოვიყვანე ოპტიკური ილუზიების მაგალითი, ხო? ანუ ადამიანის მიერ სამყაროს აღქმა არის ძალიან სუბიექტური. და წარმოიდგინეთ, ზომა არის ყველაზე მარტივი გასაგები, ხო? ნუ სიგრძეა, თან აქ დახატული, აი აგერ. წარმოიდგინეთ, სადღაც შორს კი არა აქ და აქაც კი ცდება ადამიანი. ასევე ფერებში ვთქვათ, ორი ერთნაირი ფერის შეიძლება იყოს, მაგრამ ისე იქნება, ისეთ უზორებში იქნება ჩადებული, რომ გეგონება სხვადასხვა ფერია, სინამდვილეში ერთ და იგივე ფერია. ანუ აქვე არის ჩვენს თვალწინ და შეიძლება ადამიანი მოტყვილდეს ყველაზე მარტივში, ფერში, ზომაში. მაგრამ უფრო რთულ ყოფიერებას რომ მივადგეთ, აი მაგალითად დრო. ყველას გამოგვიცდია დროის განცდა, როგორი სუბიექტურია ქადა. ხო მოგჩვენებიათ ერთ და იგივე დრო, ხანდახან გაიწელება, აღარ მთავრდება ეს დრო, ხო? და ხან კიდე ესე იგი უცებ ისე გაივლის, ხო ქონიათ. ან სიზმარში ხო ქონიათ, რომ რაღაც შაგეძინება და თელ ცხოვრების რაღაც დიდ ნაწილს ნახავ. რაღაც დიდ გაიღვეძებ და რავი რამდენი ხანი მეძინა, თურმე შეიძლება 1 წუთი არც გეძინა. ხო ქონიათ ეს შემთხვევა. არ ქონიათ კაცო. ანუ ეს რა ქვია, დროის ეხლა ადამიანის ფსიქიკა. ადამიანის ფსიქიკა ურთულესი რამეა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს, ხო? აი გაგიათ ალბათ კომპლექსი. დაკომპლექსებულები ხო ხართ? ოჩახ. რა არის კომპლექსი? აი შენში ცხოვრობს რაღაცა, იმას მეცნიერებამ დაარქვა კომპლექსი. შენთვის არის და აღმოაჩენ რომ შენ რასაც გინდა, იმას კი ვერ აკეთებ. აი კომპლექსი რაც უნდა იმას გაკეთებინებს. არ ქონიათ ესეთი შემთხვევა. თავის ჭკუაზე გატარე. ზურმ გაჩემდი ბიჭო შენ. არა, თავის ჭკუაზე გატარე. ეხლა სხვა ადამიანის შემეცნება წარმოიდგინე. მერე გრძნობები. მერე ინტუიცია. მერე ურთიერთობები. ხო, ეს არის მთელი რაღაც საოცრებაა საერთოდ. მერე მიღმიერი სამყარო, მისტიკა, მიღმიერი სამყარო და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ჩვენი აღქმის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია.
მთელი რიგი მეცნიერება არის, მეცნიერები, ფსიქოლოგები მუშაობენ, როგორ მოახდინონ ადამიანის მანიპულირება. ესე იგი, ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი, რომელიც გინდა შენ და იმას ეგონოს, რომ თითქოს ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამის მაგალითები ხა უბრალოდ 10 წუთიანი არ იძლევა ეს ხერის საშუალებას, თორე ძალიან საინტერესო მაგალითები არსებობს. მთელი ფსიქოლოგიური ტესტები დარბაზებზე მოქმედებენ. აი დარბაზებზე შემოიყვანენ, დარბაზს დასვავენ და ესე იგი აჩვენებენ ადამიანის პორტრეტს და ეს ნახევარი დარბაზი ჯერ ნახევარ შემოიყვანენ და ეს ნახევარი დარბაზი ამბობს რომ ეს არის საშნელი ვიღაცა რეციდივისტი ნაძირალა საზღარი ვიღაც საშნელი კაცია ეს მანამდე დაამუშავეს რაღაც თეორიულად და მე აჩვენეს ამ კაცის სურათი. მე დარბაზის მეორე ნახევარი, რომელიც დაამუშავეს სხვანაირად და იგივე სურათი აჩვენეს. აუ რა უსათნოესი ადამიანია, რა ალერსიანი თვალები აქვს, როგორი კეთილშობილია. და იმ მხარესაც და ამ მხარესაც გონიათ რომ თავიანთ არჩევანს წარმოსთქვამენ, თავიანთ შეხედულებას. ესმის თავისუფლები არიან გადაწყვეტილებაში და სინამდვილეში მანიპულირების მსხვერპლი არიან ერთის და მეორენიც. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ ჯერ სამყარო რა არის ბოლომდე არავინ არ იცის და მეორე ის რომ ამ სამყაროში ჩვენი ორიენტაცია შიგნით რომ გზა გავიგნოთ, ხო, ძალიან რთულია. იმიტომ რომ მართალია ჩვენ გვაქვს ინტელექტი, მართალია ჩვენ გვაქვს შემეცნების უნარი, თვით შემეცნების უნარი, მართალია ჩვენ გვაქვს უდიდესი ძვირფასი ღირებულება, რომელიც იწოდება თავისუფლებად. მართალია ჩვენ გვაქვს კონტროლის უამრავი მექანიზმი. ინტელექტი ცალკე აკონტროლებს სიტუაციას, შეისწავლის თალკე, გრძნობა ცალკე შეისწავლის, ინტუიცია ცალკე შეისწავლის. ნახეთ რამდენი, ხო, მე თუ სიმდისი ცალკე, მე თუ ადამიანს ჩამოყალიბებული სოფხედელობა აქვს, ის ცალკე, თუ ადამიანს რწმენა აქვს, ის ცალკე. გესმით, უამრავი საშუალება აქვს საცეცებივით ასე ვსინჯავთ რაღაცა ფენომ მოვლენას და აჰა, და ვამბობთ, აი ეს არის ეს და მაინც გვეშლება. გამოსავალი რა არის? თქვენ არ გიცხოვრიათ იმ ეპოქაში, უდიდეს უმრავლესობას ახალგაზრდები ხართ, რასაც ათეისტური ეპოქა ერქვა. ესე იგი 90% რა ყოველთვის ის გარემო რომელშიც მე ვცხოვრობდი. მე პრინციპში 20 წლამდე ისეთ გარემოში ვიცხოვრობ, რომ 100%, 100, ყველა დონეზე, ყველა შრეში, განათლების სფეროში, ქუჩაში, სამეზობლოში, ეზოში, ოჯახში, ყველგან იყვნენ ესე იგი ათეისტები, რომლებსაც ჯეროდათ, წამდათ, რომ ღმერთი არ არის. 100%-იანი დარწმუნებულები იყვნენ. როგორ მოახერხეს ეს? სწორედ აი და ფიქრობდი რომ ეს არის მათი არჩევანი. სწორედ ხედავენ სამყაროს. ესე იგი რა ამ სიტუაციაში თუ მე ამას ესე შევხედავთ რომ არსებობს ღმერთი ვისაც წამს ან თუ არ აქვს წამს და ვიმჟელებთ. იცით, აი ამ გაუგებრობაში რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით არის ღმერთი, რომელიც არის ერთადერთი ჭეშმარიტება და რომლისაკენაც მიმავალი გზა არის ერთადერთი და ცოდვის დეფინიცია, სხვადასხვა დეფინიცია არსებობს ცოდვისა და ცოდვის ერთ-ერთი უმთავრესი დეფინიცია არის ის, რომ და პირდაპირ ესე განიმარტება კიდევაც წმინდა წერილში ცოდვა იწოდება ამარტია და ამარტია ნიშნავს აცდენას და რომ ცოდვა არის, თავარი ცოდვა არის, რომ ღმერთს ცდები, გესმით რა როგორ შარში ვიმყოფებით ჩვენ ყველანი. იმიტომ რომ ესე იგი ცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ისიც ვერ გაუგიათ ილუზორულია თუ ნამდვილია, ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენი სუბიექტური აღქმა ამ სამყაროსი მართლაც სუბიექტურია და ყველა ადამიანს თავის აღქმა შეიძლება ჰქონდეს და ობიექტური სურათი შეიძლება ვერ მივიღოთ, ამაზეც გაობენ. სამყაროს სურათი ობიექტურად შეიძლება თუ არა აღიწეროს თუ არ შეიძლება. მეცნიერები რა თქმა უნდა ამბობენ რომ შეიძლება ობიექტურად აღიწეროს, მაგრამ მეცნიერების ისტორიაში თუ არს გადაავლენ, აღმოაჩენთ თუ რამდენჯერ და რა ათასნაირად როგორ იცვლებოდა ეს ყველაფერი. მე თვითონ ადამიანი როგორი რთული გამოსაცნობია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდები რომ კი, მაგრამ მე შემიძლია საერთოდ ჭეშმარიტება დავადგინო. ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ეს უკვე რწმენის სფეროა, არის ის რომ თავად ღმერთი ეხმარება ადამიანს და
ადამიანს აძლევს სამყაროში ათვლის წერტილს. ცნობიერების შეიძლება ასე ხერხემალს შეიძლება ასე ითქვას. საყრდენს სამყაროში, რომლის გარეშეც ადამიანი იბნევა და ძალიან უსუსურია. კი ბატონო, ის თავისი ამ ღვთის ხატობიდან და მსგავსობიდან გამომდინარე გარკვეულ თვისებებს ატარებს, მადლობა ღმერთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე ამთავრებს ცხოვრებას ადამიანი, რომ ქაოსშია და ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ამ ქაოსში და გაუგებრობაში რჩება და არ იცის ზუსტად ვინ არის, რისთვის დაიბადა, რა მისია ჰქონდა, აი იყო მისი ცხოვრების საზრისი, არაფერი არ იცის და იცხოვრა და კვდება გაუგებრობაში. და ესეთი ადამიანი ძალიან ბევრი. ამიტომაც მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ქრისტიანებს ღვთისაგან მოგვეცა ეს სწორი ორიენტირი. და ეს სწორი ორიენტირი სამყაროში არის ღმერთი ჩვენთვის ხელშესახებად მოსული იესო ქრისტე. ამიტომაც არის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ არ შეგვეშალოს, მაშინ ჩვენ თვალსაჩინარიდან არასოდეს არ უნდა მოშორდეს დაიფაროს იესო ქრისტე, როგორც ორიენტირი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი არსებობის, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი საზრისის და ასე შემდეგ იესო ქრისტე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ზოგადად სამყაროსათვის, არამედ თვით ქრისტიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიაში არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ სწორად ცხოვრობენ და ძალიან ხშირად ქრისტე მათთვის ორიენტირი არ არის. და ეს პრობლემა რეალურად არსებობს. ესე იგი გავიდა 10 წუთი არა? სხვა გზა არა, მაგრამ უნდა შევწყვიტო. და გადავიდე მეორე თემაზე. აბა მითხარით რა თემაა ეს? კარიერული წინსვლა და ქრისტიანული ცხოვრება. კაი თემაა თუ ცუდია? როგორ ფიქრობთ? შენ რა გენაღლება შენი მომოცემული თემაა? თან ნახეთ, ახლა უყურე, კარიერული წინსვლა. მე მგონი ამას სპეციალურად შეარჩია, იმიტომ რომ ზოგს კარიერული წინსვლა აინტერესებს და ქრისტიანული ცხოვრება სულ არ ედარდება. ხოლო ზოგს ქრისტიანული ცხოვრება აინტერესებს ყოველგვარი კარიერის გარეშე. როგორ გავაერთიანო ეხლა ეს ერთმანეთთან? ასე შარში გამხვია, წარმოგიდგენია. თუმცა ეხლა გამახსენდა ძალიან საინტერესო რაღაცა. ერთ-ერთ არ ვასახელებ გეოგრაფიულ წერტილს სად ვიყავი და ადამიანებს არ ვასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ იერარქიაში მყოფმა ადამიანმა ერთ-ერთ მონოზონზე თქვა, მაგი ცუდად იქცევოდა, კარიერას ვერ გაიკეთებსო და კიდევ ამ გული გამისკდა. მე მეგონა რომ ბერობა ისეთი ადგილი იყო, სადაც კარიერაზე მართლა აღარ ზრუნავდნენ და მეთქი აი დასვენებული ხალხი და გადავირიე კინაღამ და ასე რომ მე ვფიქრობ რა არის კარიერის საფუძველი, როგორ ფიქრობთ? ანუ კარიერა ხო განვითარება, ხო რაღაც თანამდებობრივი რაღაც საფეხურებზე ასვლა, ხო რაღაც. რა არის, რა ფენომენია ეს? რა სიჭირდება ეს ადამიანს? მატერიალური კეთილდღეობისათვის. აბა? ესე იგი, გასაგებია, აქ პატივმოყვარეობაც ითქვა. არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო გამოთქმა, ისეთი ჯარისკაცი არ ვარგა, რომელიც გენერლობაზე არ ფიქრობს და არ ზრუნავს. ხო, ძალიან კარგია, ძალიან სწორია. ესე იგი, შეიძლება თუ არა ესე ითქვათ, რომ გარკვეული მოსაზრებით მოკლედ ეს სამშაბათის ბრალია დაღლილება. ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს რაღაცა დადებითი ფენომენი, ზოგში უარყოფითი. მეთანხმებით? აი აქ თქვათ, ნახსენები იყო ცოდნა, თანამდებობა, რაღაც განათლება. რამდენად არის ეს ღირებული ადამიანისათვის? ბატონო? ჯერ მეორე ნახევარზე არ გადავსულ ვარ.
რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანის სწრაფვა კარიერული განვითარებისაკენ, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს აი როგორ შეიძლება იყოს თქვათ მოტივირებული კარგად, სწორად, რა მოტივაციები უნდა გქონდეს, რომ ჩვენ დადებით მოვლენად ჩავთვალოთ ეს? პატრიოტიზმი, სამშობლოს ამისახურება. შეიძლება თუ არა იყოს კარიერიზმი თვითმიზანი. კარგია თუ არა ეს? მაგალითად, თქვათ ადამიანმა, აი, რომელიმე მათგანი ავიღოთ რა. თქვათ რომელიმე ადამიანი, სულ ერთია, ახალგაზრდები ხართ. ყველაზე დიდი ამ ჩვენ სამშობლოში რა შეიძლება მიაღწიო კარიერულ თვალსაზრისით? გახდე ვინ? არა, თქვათ, აი რა შეიძლება დაისახოს ადამიანმა და რა შეიძლება გააჩნდეს მეროზე. აი თქვათ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრი. აი თქვათ გახდი პრემიერ-მინისტრი, მერე? ნუ პრეზიდენტი, მერე? გასაგებია, მერე? მერე შეინარჩუნე, მერე? ეხლა ჩვენ რა ვკითხოთ კვირიკაშვილს ბედნიერია თუ არა? როგორ უყურებს როგორ? გააჩნია რა არის მისთვის ბედნიერი. აი როდესაც თქვათ პრეზიდენტი, ანუ უმაღლესი საფეხურში მყოფი ადამიანი, თქვათ პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში, როცა აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი. მერე რა უნდა ქნას? მისთვის ხო დამთავრდა კარიერული წინსვლა? რა მიზანი? თუ მისთვის მიზანი კარიერაა, აი რა გაეშველება მე? ანუ მე იმის გვამინდა რომ კარიერა როგორც ამ ქვეყნიური მოვლენა არ შეიძლება იყოს ადამიანის მიზანი. იგი შეიძლება იყოს საშუალება, ანუ ტექნიკური საშუალება, იარაღი რაღაცა სხვა მიზნისათვის. თუ ის ამგვარად არ განიხილება, ის ბედნიერებას, სიკეთეს, სიამოვნებას, ასე ვთქვია, ვერ მოგიტანს, თუ მანიაკი არ ხარ. იმიტომ რომ ეს არის ტექნიკური საშუალება. ტექნიკური საშუალება, რომელიც რაღაცა მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ეს მიზანი არის ძალიან დიდი. დიდი უნდა იყოს უпроსორი. ამიტომ და მე აქ კიდევ ერთი მომენტი, აი რა ქრისტიანობასთან თუ დავაკავშირებ. რას ეფუძნება ადამიანის ამ ქვეყნიური ადამიანის სწრაფვა ამ ქვეყნიური განვითარებისაკენ? რას ეფუძნება? რა ფენომენია ეს? ადამიანში არის ეს ფენომენი? ადამიანშია ეს ფენომენი. ადამიანშია ეს ფენომენი და რადგან ადამიანშია ჩადებულია ღვთისგან. ადამიანს როცა აქვს სურვილი განვითარდეს ბიზნესში, ბიზნესის თვალსაზრისით, მეცნიერებაში, მეცნიერების თვალსაზრისით, პოლიტიკაში, პოლიტიკის თვალსაზრისით, თავისთავად ეს ეფუძნება ადამიანში ჩადებულ რაღაცა დიახს ღმერთისგან, რომელიც ადამიანს არ აძლევს მოსვენებას, რომელიც აიძულებს მას, რომ რა სფეროშიც არის, იმ სფეროში განვითარდეს. შემოქმედებითად, რაც უფრო ნიჭიერი ადამიანი, უფრო საინტერესოა მისი განვითარების პროცესი. საბოლოო ჯამში ეს არის თვისება ადამიანისა, როგორც ღვთის ხატი არსების. იმიტომ რომ ქრისტიანული ცხოვრება არის ყველაზე დიდი კარიერიზმი. იმიტომ რომ ისეთი რამე გვინდა ქრისტიანებს, რომ არც ერთ კარიერის არ დაესიზმრება. რა არის პრემიერ-მინისტრობა, არ გადამრიოთ. ჩვენ თვით მამა ღმერთის შვილობა გვინდა. და ეს შვილობა არის უცნაური რამ. ეს არის დაუსრულებელი ზრდის პროცესი. აქ გახდები პრემიერ-მინისტრი დამთავრდა. იქ რო გახდები ღმერთის შვილი, ეს შვილობა იზრდება სადამდე? ბოლომდე, რომელსაც დასასრული არ აქვს. ასე რომ ადამიანში ეს საოცარი ჩადებული, ღვთისაგან ჩადებული უნარი, მუდმივი, მარადიული, დაუსრულებელი განვითარებისა. ხშირად განიცდის ტრანსფორმაციას უღმერთო ადამიანში და მთელ თავის ძალებს, ფსიქოსომატურ სულიერ ძალებს დებს იმაში, რომ როგორმე ამ ქვეყნიურ წარმატებებს მიაღწიოს და თუ მან არ იცის, რომ ამ ქვეყნიური წარმატებები მხოლოდ
ტექნიკური საშუალება რაღაცა იარაღია, რაღაცა დიადი მიზნისათვის და თუ ეს გონია მიზანი, მაშინ როგორც წესი ასეთი ადამიანის საბოლოო ხვედრი ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ ბოროს სიცარიელი რჩება, არაფერი არ დარჩება. ხოლო თუ ადამიანმა იცის, რომ თავარი მიზანი არის მამა ღმერთისადმი მიმსგავსება და ეს მიმსგავსება დაუსრულებელი პროცესი, იმიტომ არის რომ შენ სასრული არსება ხარ და იგი უსასრულოა და ეს არის დაუსრულებელი შემოქმედებითი პროცესი, საოცრად საინტერესო და ბედნიერების მომნიჭებელი, მაშინ ადამიანი არასოდეს არ ჩადებს თავის სრულ რესურსს რაღაც მიწიერი სიმაღლების მიღწევაში და ის აუცილებლად ჩადებს თელ თავის რესურსს სულიერი სიმაღლების დაპყრობაში. ხო ვიღაცა იტყვის, მე გამოვა რომ ამ ქვეყანაზე ვერაფერს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ადამიანის საოცარი ფენომენია, ადამიანს შეუძლია ერთდროულად მაგარ ტრასაზე იჯდეს და მანქანა მართოს რთულ სიტუაციაში და ამის პარალელურად თავის გვერდზე მჯდომ გოგონას სიყვარული აუხსნას გულით და სულით. როგორ ფიქრობთ, არ შეუძლია? შეუძლია. სად? ესე იგი, სიყვარულის ახსნა, ნამდვილი გულმხურვალე და სად ამ დაძაბულ სიტუაციაში, სადაც საქართველოს გზაზე მარშრუტკები დაქრიან უაზროდ, იქ მანქანის მართვა. ისიც შეუძლია, ესეც შეუძლია ერთდროულად. ადამიანს აქვს ამის უნარი. ამიტომ ჩვენ თუ დავინახეთ ჩვენში დაუოკებელი თითქმის ჟინამდე მისული სწრაფვა განვითარებისაკენ რა სფეროში ვართ, ეს კარგია. ოღონდ ჩვენში მოვნახოთ ერთი ადგილი, რომელსაც აი ამ უნარიდან გამომდინარე, აი ამ ადგილს დავტვირთავთ სხვა მიმართულებით, ღვთისძიების მიმართულებით. და მაშინ ადამიანი აღმოაჩენს, რომ ის სწორედ ბედნიერებას ეზიარება და იმასაც მიხვდება, რომ ეს ამ ქვეყნიური ნიჭიერების რეალიზება ამ რომელიმე სფეროში ეს მართლაც საშუალებად იქცევა უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. პოლიტიკოსი იქნება და მართლა ხალხს გამოადგება, მეცნიერი იდგება და იქნება და ხელოვანი და ასე შემდეგ და ისეთ რაღაცას შექმნის, ისეთ რაღაცას გამოიგონებს, ისეთ რაღაცას მიაწოდებს ხალხს, რომელიც ასევე ღვთისმსახურება იქნება მისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ასეთი ადამიანის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი ღვთისმსახურებად გადაიქცევა და ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე. ანუ მეცაც გეტყვით, ესეთ რამესაც ამბობენ დიდი გამოცდილი ეკლესიის მოღვაწენი, რომ ადამიანი, რომელიც შინაგან გონებას, რომელიც არის ღმერთის შემეცნების ორგანო, აი ადამიანს აქვს ინტელექტი, რომელიც არის გარე სამყაროს შემეცნების ორგანო. და ადამიანს აქვს ინტელექტი, გარე სამყაროს შემეცნების ორგანოა ინტელექტი, რომელსაც თავის საცეცები აქვს, ხო, თვალების სახით, ყურების სახით და ასე შემდეგ. და არსებობს შინაგანი გონება, სულის ორგანო, რომელიც არის ღმერთის შემეცნების ორგანო. მას გონების თვალი ეწოდება, სულის თვალი ეწოდება. როცა ადამიანი ღმერთს დაცილდა, როცა ადამიანმა განღმრთობა, ანუ ღმერთად ყოფნა მოინდომა გარე манипуляციით, მოწყვიტა და შეჭამა, მაშინ მოხდა მისი დაზიანება და ეს დაზიანება უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ მისი შინაგანი ორგანო, სულის ორგანო, რომლითაც ღმერთთან კავშირი უნდა დაემყარებინა, ინტელექტს მიეწევა, შეიძლება ასე ითქვას. ანუ შეეზარდა ინტელექტს და ამიტომ დღეს ყველას გამოგიცდიათ, როგორ გიჭირთ კონცენტრაცია ლოცვის დროს, როგორ გიჭირთ ღმერთთან ურთიერთობა, როგორ ამბობთ ხოლმე, რომ გონება გამირბის და სად გარბის გონება. ანუ სულ გარეთ ახარ, სულ და ის იხასტი მამები მთელ როცვით პრაქტიკის უზარმაზარ მეცნიერებას ქმნიდან იმისათვის, რომ რა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ გონება როგორმე შევზღუდოთ, აი შინაგანი გონება, რომ ინტელექტს მიწეპებული არა, გარეთ არ გაიქცეს. და იცით რას ამბობენ წმინდა მამები, რომ თუ მოვახერხეთ და გონება ინტელექტს მოვწყვიტეთ და გონება მაკეთა თავის საქმე ღმერთი ეძება, ინტელექტი გამოთავისუფლდება შინაგანი სამყაროს ძიებისაგან და უფრო მეტად, უფრო პროდუქტიული ხდება მისი მუშაობა გარე სამყაროში. აი ესეთ, ანუ ადამიანი უფრო ძლიერდება ამ კუთხით და უფრო სრულყოფილად ახერხებს გარე სამყაროში თავის საქმეების კეთებას.
ასე რომ კარიერული წინსვლა და ქრისტიანული ცხოვრება რაღაც გარკვეულწილად კავშირშია ერთმანეთთან და ეს არის ღვთისაგან მოცემული ნიჭი. ბედნიერება მესამე. ჩვენ ბედნიერებას გარკვეულწილად შევეხეთ იმ გაგებით, რომ თქვათ მოგვიტანს თუ არა ბედნიერებას ესა თუ ის ცხოვრების წესი. საბოლოო ჯამში ესეც დიდი საიდუმლოება კაცმარო თქვას, იმიტომ რომ სადმე გინახიათ წიგნი დაწერილი, სადაც რომელსაც წაიკითხავთ, გინა სქელტანიანი, გინა თხელი. აჰა, უკვე ვიცი რა არის ბედნიერება. გინახავთ ეგეთი წიგნი? გინახავთ? მართლა, აბა რატო დუმხარ? ეგეთი წიგნი არ არსებობს, იმიტომ რომ და საინტერესო რატოა ახლა ეს? იმიტომ რომ ადამიანს მართლა არაფერი არ აინტერესებს ბედნიერების გარდა. ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ ბედნიერება უნდა. და ბედნიერება რომ იცოდეს ადამიანმა რა არის, თუნდაც ერთი ორ გენიოსმა იცოდეს რა არის. ამას დაწერდნენ. ჯერ წარმოგიდგენიათ როგორ გამდიდდებოდა ასეთი წიგნის ავტორი, რომელიც დაწერდა წიგნს ბედნიერება. განმარტავდა ყველასთვის გასაგებ ენაზე, ავიღებდით ამ წიგნს და მოვჭი. რატომ? იმიტომ რომ ბედნიერება არ განიმარტება, ბედნიერება არავინ არ იცის ბოლომდე რა არის. არავინ? ღმერთმა თუ იცის? იცის? და ვერ გითხრა მე რე? თუ გითხრა? თავისუფალი ნება, რომელიც თავის შუაზე გვატარებს და ღვთის ნებას გვავიწყებს. ღმერთმა იცის და გითხრა, მაგრამ პრობლემა იცით რაშია? რა ენაზე უნდა ეთქვა ღმერთს ჩვენთვის? ადამიანურ ენაზე. აი ადამიანურ ენაზე არ გამოითქმის რა არის ბედნიერება. მე ვიფიქრე ახლა რა უნდა მეთქვა 10 წუთში. მან რეგლამენტს გადავაჭარბე, ხო? მაგრამ ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე. 6000 წელი თუ რამდენი წელი წერენ ამ წიგნებს და ვერ მოიფიქრეს და რა უნდა მოფიქრე 2 დღეში. თან დღეს სამშაბათია და სულ ბედურებებს ვისმენდი, მაგ აღსარებების დღე მქონდა. ერთი ბედნიერება რომ მომისმინა რაღაცას მოვიტანდი, აგრე სულ უბედურება, რა უბედურება. ხო და ვიფიქრე რომ ბევრი ტვინი რო არ მეწვალებინა, ვიფიქრე რომ აი რას თქვენ ღმერთმა ხო იცის, დაწერა სადმე ნეტა. ალბათ დაწერდა, სად დაწერდა ღმერთი ბედნიერება რა არის? სად ეწერება ეს როგორ ფიქრობ? ანუ სახარებაში იგივე, ხო? უნდა ჩვენ ახალ აღთქმაში უფრო ვართ შიგნით. ხო და ვიფიქრე ახალ აღთქმაში, ვიფიქრე და გამახსენდა. ბედნიერების ძველ ქართული სიტყვა, ცოტა უფრო ესეთ ღვთაებრივი ჟღერადობით, რომელია? აჰა, გასაგებია. მოვწერე, რა მოვწერე, როგორ ფიქრობ? 9 ყველაფერი იცით, მე რაღაც მოწოლებ. ხო და ამოვწერე და თქვენთან წავიკ, ამოწერილი მაგ არაფერი განმარტებული არ არის, არაფერი. ვერ მოვასწრებდი უბრალოდ. მოდი ხა წავიკითხოთ. პირველი. ნეტარი იყვნენ, ანუ ბედნიერნი იყვნენ, ვინ? გლახაკის სულითა, ეხლა მე არ განმარტავ გლახაკის სულითა რა არის. ეს არის ძალიან ღრმა თემა, მთელი ლექცია შეიძლება ამას მიუძღვათ, ეხლა ამის დრო არ აქვს, იმიტომ რომ აი ეს არ იძლევა ამის საშუალებას. მაგრამ ბოლოა საინტერესო, ნეტარია ასეთი და ასეთი ადამიანი, რატოა ნეტარი? და წერს, რამე თუ მათი არისო სასუფეველი ცათა. ანუ მე ხომ მინდა ბედნიერება. ესე იგი ბედნიერები იქნები მაშინ, თუ მექნება სასუფეველი რო გაიგოთ რა არის, ეს არის სამეფო. ესე იგი თუ ცათა სასუფეველი მექნება. საინტერესოა. ცათა სასუფეველში იქნება კი არაო. წესით ესე უნდა ყოფილიყო. ცათა სასუფეველი არის სინონიმი, საღვთისმოწყალო სინონიმი ღმერთის. აი ღმერთი და ღმერთთან ყოფობა იგივე. და ცათა სასუფეველი ერთ და იგივეა. ბიბლიის ენაა ესეთი. ეხლა კითხვა კაცო. ნეტარი იყვნენ გახაკნის სულითა, იმიტომ რომ ისინი მოხვდებიან ცათა სასუფეველში, ან 60-ში. ნუ 60 ცოტა მარტივი გაგებაა სასუფევლისა. ნუ სხვადასხვა დატვირთვა აქ ამ ორ ტერმინს, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი გავაიგივოთ. შეიძლება ესეც. ხო ესე უნდა ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ? ნეტარი იყვნენ გლახაკნი სულითა, რამე თუ ისინი მოხვდებიან ცათა სასუფეველში, ესე არ უნდა ყოფილიყო? რატო ხართ ჩუმად კაცო?
რატო არ წერია ესე? ესე იგი უნდა ეწეროს, რომ ესეთი ადამიანი მოხდება ცათა სასუფეველში და აქ წერია ესეთი რამე, რომ მათი არ სასუფეველი ცათა. ჩემია სასუფეველი ცათა. მე ხო არა ვარ მეფე ქრისტეა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ძალიან უცნაურ ურთიერთობაშია ღმერთთან. ჩვენ როცა გარდავიცვლებით, როდესაც უფალი დაბრუნდება, როდესაც მოხდება ადამიანთა მიერ შეძენა ღვთისგან სხეულების, ანუ როცა ადამიანი დაუბრუნდება თავის სისავსეს, სულისა და ხორცის ერთობას, მაშინ თითოეული ჩვენთაგანი დამკვიდრდება მარჯვენით მამისა ქრისტესთან ერთად. მამის წიაღში, სადაც მრავალი სავანეა, ესე გვასწავლის წმინდა წერილი. ჩვენი სამშობლო ეს არის. ამავე დროს სახარებაში ვკითხულობ უცნაურ რაღაცას, რომ ადამიანი, რომელიც სწორესულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მის გულში კვიდრდება ყოლა წმინდა სამება, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი. და ამიტომ წმინდა მამები, მათ შორის სულმონახალი ღვთისმეტყველი, ესეთ რამეს ამბობდა, რომ ასეთი ადამიანის, ანუ პრინციპში წმინდანის გული და ზეცა არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ ხედავთ, როგორი ადამიანია ბედნიერი, ვინც თავის თავში მოიპოვებს ღმერთს რეალურად, ეს მეტაფორა კი არ არის, ნამდვილად. ანუ რა გამოდის, რომ ბედნიერია ის, ვინც თავის თავში ღმერთს მოიპოვებს, თვითონაც ღმერთთან იქნება და ესეთი ასეთი წინაპირობა სული სიგლახაკე, რომელიც ცალკე თემაა და ცალკე დიდი საკითხია, რას ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს სიღარიბეს. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ასეთი იგავური სახეა სახარებაში, როდესაც გლახაკი ლაზარე და მდიდარი არსებობს. იცით, გახსოვთ ესა? გლახაკი ლაზარე, რომელიც დრტვინვის, წუწუნის გარეშე იყო თავისთვის, არავის არ განიკითხავდა და მდიდარი, რომელიც ცუდი კაცი შეიძლება არ იყო, მაგრამ ესეთი გლახაკები მას საერთოდ არ ედარდებოდა, ისე გავიდა, გამოევლიდა, სადაც ყურადღებას არ აქცევდა და ჯოჯოხეთში ხდება ეს მდიდარი და ეს გლახაკი ლაზარე, რა თქმა უნდა, გადარჩება და ზოგჯერ განმარტავენ ხოლმე, ფიქრობენ, რომ ეს დაიღუპა, იმიტომ რომ მდიდარია და ეს გადარჩა, იმიტომ რომ ღარიბია. ავიწყდებათ, რომ ამ იგავში არის მესამე პირი. ვინ არის მესამე პირი? თუ გახსოვთ, სახარები. აბრაამი კიდე იმ მდიდარზე კიდე უფრო მდიდარი იყო, მაგრამ სამოთხეშია. ანუ აქ არ არის ფიზიკურ სიღარიბეზე საუბარი. სხვა რამეს ნიშნავს ეს. მაგრამ ფაქტი ესია. მეორე ნეტარება. ნეტარი იყვნენ გლოვარენი გულითა, ჩვენ ახლა ამას არ ჩავმოვდებით. რატო არის ბედნიერი ესეთი ადამიანი? იმიტომ რომ ის არის ნუგეშინის ცემული. ნუგეშინის ცემული რას ნიშნავს? ნუგეში აქვს, ნუგეში მოდის სიტყვიდან ნუგეშინია, იმედიანად არის, მშვიდობიანად არის, სიმშვიდი აქვს, იმიტომ რომ არაფერს აღარ ეშინია. ვინ არის ნუგეშინის ცემელი? ქრისტე რა, ღმერთი ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად რომელ პირზეა ნათქვამი? სული წმინდა უფალია სხვა ნუგეშინის ცემელი. ესე იგი ადამიანი, რომელიც თავის თავში სული წმინდა ღმერთს ატარებს, ადამიანი, რომლის მასწავლებლად, რომლის მოძღვარი, რომლის მეგობარი არის სული წმინდა ღმერთი, რომელიც უფლის ღვაწლით გამოგვიგზავნა მამამ, თითოეულ თქვენთაგანთან არის მოსული. ესეთი ადამიანი ყოფილა ბედნიერი. მესამე, ნეტარიყვნენ მშვიდნი. ეს სიმშვიდე რას ნიშნავს კიდე ცალკე თემაა. ეს არის უფლისთვისება, მე მომბაძეთ, ისწავლეთ შემგან, მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. მაგრამ ეს ცალკე თემაა, მაგრამ ნახეთ, დაიმკვიდრონ ქვეყანა. რა ქვეყანა? რა თქმა უნდა, ორი განმარტება აქვს ამაში, მაგრამ ერთ-ერთი მაინც სწორედ სულიერი განმარტებაა, რომ ადამიანი როცა არის მშვიდი და მშვიდი არ ნიშნავს ხასიათის სიმშვიდეს, მე ამის თქვა მინდა. აი ადამიანი ბუნებით, ზოგი დაიბადება ბუნებით არის ბოჩოლა. ზოგი ბუნებით დაიბადება არის ესე იგი პიტბული. ხასიათები აქვს ეგეთი. ხო, ზოგი ხოლერიკია, ზოგი სანგვინიკია, ხო იცი, ზოგი ფლეგმატიკოსია. ნუ რავი, 1000-ნაირი ფსიქოლოგიური ტიპაჟი არსებობს. ამაზე არ არის საუბარი. ზოგს გონია, რომ შვიდი. და შვიდი.
და ზოგი ფიქრობს, რომ ხმალშემართული დავით აღმაშენებელი არის გადარეული უკაცრავად ღმერთო შენი წმინდანი. და 7 არ არის. უფრო გასაგები რომ იყოს დავით მე ფსალმუნე. ესე იგი ხმალი არ გადაუგდია ხელიდან. მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდებისი ფსალმუნებში. ანუ სიმშვიდე არ არის ეს რაღაც სხვა რამეა. ეს არის ქრისტეს მიერი თვისება, რომელიც ახთო თვისება ვერ ჩაუღმავდებით, დრო არ აქვს. მაგრამ ესეთი ადამიანი ქვეყანას დაემკვიდრებს, ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანი, როგორ გითხრათ, გარემ სამყაროში ისეთ გარემოს ქმნის, მოკლედ, რომელი გარემოც მას ამარჯვებინებს ამ გარემოზე. მე ხშირად მომყავს ხოლმე ესეთი ჩინელი ბრძენი იყო ლაო-ძი, თუ იცით და ეს ლაო-ძი ფილოსოფოსი, რომელიც სამხედრო ხელოვნებას კარგად იცნობდა და მას აქვს უცნაური გამონათქვამი. ორ ხმალშემართულთა შორის, წარმოგიდგენთ, ხო, ჩინელი მეომარი ხმლით. შეუძლია ბუზი დაპტკუპ და ბუზი გაჭრა, მაგრები არიან. ორი დგას ერთმანეთის პირისპირ. რომელი იმარჯვებს? რომელიც უფრო ბრისხანია, გადარეული, ბრაზიანი? არა, საოცარ ამას ამბობს. რომელიც უფრო მშვიდია და მორჩილი. სიმშვიდე მეომარს ამარჯვებინებს მეორე მრისხანე მეომარზე. ხედავთ სიმშვიდის ძალა რა საოცარი რამეა. ასე რომ ეს არის სახთო თვისება, რომელიც ადამიანს ამარჯვებინებს, ადამიანთა სულებზეც, დემონებზეც. ნებისმიერ ბოროტ გამოვლინებაზე ამ სამყაროში, ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებაზე გამარჯვებინებს სიმშვიდე. სიმშვიდე არის აუღებელი ციხესიმაგრე. ოღონ ქრისტეს მიერი სიმშვიდე, ნამდვილი სიმშვიდე. მისი პატარა, ესე იგი, რაღაც ისეთი მიმსგავსებაც კი აგერ მეომარს ამარჯვებინებს. შემდეგი ნეტარი იყვნენ, რომელთა შიოდეს და სხუროდეს სიმართლისათვის, ამე თუ იგინი გაანძღენ. რა არის სიმართლე და რას ნიშნავს სიმართლისათვის შიმშილი და წყურვილი? რა სიმართლეზეა ლაპარაკი? ყველას თავის სიმართლეა და ყველას თავის სიმართლეშია? უნდა შიოდეს? ზოგს არა, პრინციპში ყველას თავის სიმართლეშია და სხვებს ჭამს ამიტომ. ქრისტე ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება. მე ვარ სიმართლე. მე ვარ. ჩვენ ეს არის საოცარი ფენომენი. ქრისტე არის განხორციელებული, თუ რამე ღირებულება არსებობს სამყაროში, თუ რამე ღირებულება არსებობს, ხო? ყველაფერი ეს ღირებულება არის ცოცხალი ქრისტეში. აი სიყვარული არის ცოცხალი. გზა, რომელსაც მიდიხარ, ღირებულება, იმიტომ რომ შენ მიდიხარ, ვითარდები, ეს გზა არის ცოცხალი, იგია ქრისტე. გესმის? სიმშვიდე, სიმდაბლე, სიმართლე, ღირებულება და ეს არის ქრისტე. სიცოცხლე, ღირებულება, ეს არის ანუ ყველაფერი ეს ღირებულება არის ცოცხალი არსება, განკაცებული ღმერთი. და ბედნიერია ის, ვისაც შია, და წყურია განკაცებული ღმერთი. შია რას ნიშნავს? სულ აკლია, სულ უნდა, მის გარეშე ვერ ისვენებს, არ შეუძლია მის გარეშე ცხოვრება. ეხლა მე აქ წყალს ისე მსუბუქად სვავდა, თუ 3 დღე წყალს არ დავლევდი და ისე მოვიდოდი, მე ლექციას ვეღარ ჩავატარებდი. სულ ესე წყალს უყურებდი და წყალინა დამელია. მით უმეტეს თუ არ მომცემდა ის. გესმით? როცა მე ეს მინდა, არაფერი არ მახსოვს. ნახეთ, იმიტომ ამბობს, იმიტომ ადრის. ფათაშოს ესეთი სიტყვა არის სასופველიც ისა იძულების და ვინც აიძულებს მიიტაცებს მას და განმარტებელები ამბობენ რომ მიტაცებაში არის ის ზმნა რომელიც გულისხმობს აცებელი ცხოველის ზამბარასავით მოჭიმულ სხეულს რომელიც მთელი ნერვული სისტემა მიმართულია ერთი წერტილისკენ მსხვერპლისაკენ რომ ისკოპოს და დაიჭიროს აი მობილიზება სრული იმ ერთი წერტილისაკენ. აი ესეთი რამე იგულისხმება იმ მიტაცებაში, სადაც საუბარია, რომ სასופველო უნდა მივიტაცო. მთელი არსები, მთელი მგზნებარები, მთელი გულმხურვალები. მოდუნებული ქრისტიანობა არ არსებობს. ქრისტიანობა არის მებრძოლი რელიგია. მეომრის შემართება, სულ და ეს არის საოცრად ახალგაზრდების ენაზე თუ ვიტყვით, საოცრად რომანტიული განცდა. საერთოდ არანაირი კავშირში არ არის რომანტიზმი სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ აი თითქოს გასაგებად მეჩვენება რომ უფრო გაიგებ. ანუ ძალიან საინტერესო, ძალიან.
ასე რომ ბედნიერების ერთ-ერთი გამოვლენა სწორედ ეს არის სულ ქშია ქრისტესთან ერთობა. ნეტარიყვნენ მოწყალენი რამე თუ იგინი შეიწყალენ. ბედნიერება როცა შენ იმ ღვთაებრივ თვისებას ფლობ, რომელიც ხვის რომელიც გულმოწყალებაში მდგომარეობს. ეს შენ ბედნიერებას განიჭებს, იმიტომ რომ ამით შენ ქრისტეს გავხარ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერება ის, აი ნახეთ ძალიან საინტერესო, ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. რა არის ბედნიერების ერთ-ერთი კიდე წყარო? როცა ღმერთს ხედავ, რითი ხედავ ღმერთს? გულით. დღეს პატარა ბავშვი იყო ჩემთან ახსარებაზე და 8-9 წლის თუ 9 წლის პატარა ბავშვი. ხო და თალე ბავშვი ჭკვიანი ბავშვია რა. ხო და ახსარებას მეუნება და მე მეუნებ გიხარია მეთქი შვილო რომ შენ ახსარებას ამბობ ეზიარები კი მიხარია რაღაც ამბობს და ხო ფიქრობ რაღაცა მინდა ამბობს უთხრა ძალიან გიხარ სად გიხარია მეთქი და მიყურებს ესე და ღმერთი უნდა დაინახო მეთქი და მიყურებს ესე როგორ დავინახო ღმერთი მეთქი აი თვალით დავადე თვალზე ხელი ვერ დაინახავ ყურით ვერ გაიგებ მაგრამ შენ გაქვს ერთი ადგილი რომელთაც ღმერთს დაინახავ და გაიგებ კიდევაც მეთქი და სადა მეკითხება და დავადე აქ გულის ზედა ნაწილში ხელი რავი დაიმახსოვრებს დავაჭირე ხელი აი აქ მეთქი აქ გაქვს ის ორგანო რომელთაც შენ ღმერთს დაინახავ ღმერთს მოусმენ და იქ ელაპარაკე მეთქი მართლაც ესია და რაც იმ ბავშვს უთხარი იმას ვეუნები საკუთარ თავს იმას გეუნები თქვენ ჩვენ იმ ბავშვს მეტი არ გვესმის აქ არის ეს ადგილი ეს არის ის ორგანო რითაც ღმერთს დავინახავთ და ეს არის ბედნიერების წყარო ნეტარი იყვნენ წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილო ნეტარი იყვნენ მშვიდობის ყოფილი რამე თუ იგინი ძეთხთისად იწოდნენ აი როცა ვერეგუები ადამიანთა შორის უსიყვარულობას და მომართული ხარო ყველას ერთმანეთი უყვარდეს გიხარია როცა ერთმანეთი უყვართ გიხარია როცა ერთმანეთი ახარებ გიხარია ერთმანეთს თბილი თვალებით უყურებენ გიხარია როცა არ არის ბოროტება არ არის განკითხვა არ არის შური არ არის გიხარია ესეთი ადამიანი ძეღთის ანუ ღმერთის შვილი ხდება ღმერთის შვილობის ერთ-ერთი ნიშანია ღმერთის შვილობის ერთ-ერთი ნიშანია როცა ყველას ერთმანეთი უყვარს და უანგარო ეს ხო უანგარო სიხარულია ესეთი ადამიანის ბედნიერია და ბოლოს ნეტარი იყვნენ რაჟამს თქვენ კვადრიდან გდევნიდან თქვენ ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენ დამომართ ციცრუით ჩემთვის არა ქრისტესათვის როცა მოწამეობ როცა შენი ცხოვრების წესით ამოწმებ რომ ეს ქრისტე არის განკაცებული ღმერთი ესეთი ადამიანი ბედნიერია იმიტომ რომ ასეთი ადამიანის სასყიდელი ძალიან დიდია ცათაშინა რა სასყიდელია ეს ესეთი ადამიანი კიდევ ერთხელ ვავდასტურებ რომ ხდება ღმერთის შვილი და ნუ ასევე კიდე ერთი ადგილი თომა მოციქული რო ეტყვის რომ შენ ჩემი უფალი და ღმერთი ხარ იმიტომ რომ შეეხო და დაინახა ან შეხების შესაძლებლობა მიეცა უფალი ამბობს ნეტარ არიან ანუ ბედნიერია ის ვისაც არ უხილავ და ვრწმენ ანუ ეს არის ძალიან საინტერესო სიტყვები რომელსაც ასევე შეიძლება მთელი საღამო მიუძღვნათ რას ნიშნავს როცა ადამიანს არ უხილავს ის როგორ თომა მიხილა და არის და წამს მაგრამ ეს წმენა არის არას მკვდარი რწმენა რომელიც გინქონია გინდარა და ესე იგი სულიერი ცხოვრება გეზარება არამედ ისეთი ცოცხალია რომ ბედნიერი ხარ ესე იგი ჩვენ რწმენა ნამდვილი რწმენა არის არა ის რომ ხო მე მწამს როდის ეზიარე აი 3 თვის წინ ეზიარე ან ერთი როცა აი მოკლე ლოცვებს კითხულობ სახარება ერთხელ წაკითხ ეს არის რწმენა ეს არ არის რწმენა აბა ეს რა არის აღარაფერიც იმიტომ რომ ბედნიერებას არ განიჭებს მკვდარი ხარ კაცო მარხვა დაიწყო გეზარება ტაძარში წირვაზე დგომა გეზარება ლოცვის წიგნის აღება გეზარება რაღაცა იმიტომ რომ არასწორად აკეთებ რაღაცებს ფაქტია რომ ბედნიერებას არ განიჭებს ეს არ არის რწმენა რწმენა განიჭებს ბედნიერებას აი ეს არის სწორედ რწმენა და ამას ამბობს უფალი ესეთი ადამიანი ბედნიერია ვისაც მე ვწამვა და თუ არა ვარ ბედნიერი ესე იგი რწმენით თუ ბედნიერები არა ვართ ესე იგი არ გვწამს და ჩვენ არ განსხვავდებით ათეისტებისგან ნელთბილობას არწმუნოებაში არ არის სარწმუნოება და ბოლო ვეცდები მოკლედ ადამის მოწყინება 64-ში ეს არის ძალიან დიდი თემა რა თქმა უნდა მოკლედ შეიძლება ესე ითქვას
პრინციპში შეიძლება ასე ითქვას, ღმერთს ადამიანი მონო რაღაც არსებად არ შეუქმნია. ღმერთმა ადამიანი ხო ღვთის ხატად ამსგავსად შექმნა და ბიბლიაში ესეთი რამე წერია. და ქმნა ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად და მერე წერია მამაკაცსა და დედაკაცსად. დედაკაცს საიდან შექმნა? ადამისგან შექმნა, ხო? რატო შექმნა? იმიტომ რომ მოიწყინა. ესეც გასაგებია. რატო მოიწყინა? რა საქმეში მოიწყინა? თავარ საქმეში, განღმრთობაში, ადამიანი უნდა ღმერთი გახდეს. ამ თავარ საქმეში მას შემწეს უქმნის ღმერთი და სახარებაში ვკითხულობთ ესეთ რამეს, სადაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, მე ვარ იქ. ეს არის ძალიან საინტერესო ფორმულა. ეს ნიშნავს და ასევე გვასწავლა არა მამა ჩემო, არამედ მამაო ჩვენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას და მე პავლე მოციქული ამაზე მთელ ქადაგებას აწყობს თუ კორინთელთან მიმართ ეპისტოლეში, რომ ღმერთთან ერთობა ადამიანს არ ვითარებს პიროვნულად, იმიტომ რომ ღმერთთან შესაძლებელია პიროვნული ერთობა და არა ეგოისტური ინდივიდუალისტური. საქმე იმაშია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა როგორც ეკლესია. თორე ეკლესია არის ადამიანთა ერთობა ღმერთთან. უბრალოდ ადამიანების და ღმერთის ერთობა. ადამიანის და ღმერთის ერთობა არ არის ეკლესია. ადამიანების და ღმერთის ერთობა არის ეკლესია. და 64-ში სწორედ შექმნა ეკლესია. იგივე ოჯახი, ამიტომაც იწოდება პავლე მოციქულის მიერ, რომ პავლე მოციქულიდან გამომდინარე იწოდება ეკლესია, ოჯახი მცირე ეკლესია. იმიტომ რომ ქრისტიანული ოჯახი ეს არის ადამიანების და ღმერთის ერთობა. ამიტომ ადამიანს მოეწყინა 64-ში იმიტომ, რომ არ იყო ეკლესია, როგორც კიევა შეიქმნა. გაჩნდა პირველი ეკლესია. ადამი, ევა და ღმერთი. რა თქმა უნდა ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენს მოგვეწყინება თუ არ ვიქნებით ერთობაში ერთმანეთთან და ღმერთთან. იმიტომ რომ ადამიანის როგორც ღვთის ხატების განვითარება და ღვთის მსგავსებამდე მიღწევა ხდება ეკლესიაში, იმიტომ რომ ღმერთი არის არა მარტო მყოფი არსება, არამედ სამპიროვანი არსება. ანუ ფაქტობრივად შეიძლება ასე ითქვას, რომ ყოფიერება, პიროვნული ყოფიერება, ანუ ღვთაებრივი ყოფიერება, იგივეობრივია ურთიერთობის. სადაც არ არის ურთიერთობა, იქ არ არის ღვთაებრივი ყოფიერება. ღვთაებრივი ყოფიერება, რადგან სამია პიროვნება, ნიშნავს, რომ ყოფიერება ღვთაებრივი, იგივე ყოფიერება პიროვნული არის ურთიერთობა. და ადამიანი როგორც ღვთის ხატი ვითარდება მხოლოდ სწორედ ურთიერთობაში. ამიტომ ეკლესიის გარეშე ცხონება შეუძლებელია. შენ ინდივიდუალურად ღმერთთან ერთობით ვერ ცხონდები. შენ, მე, ყველანი ერთად ცხონდებით, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ღვთის ხატნი ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პიროვნებები, ერთად პოტენციაში, იდეაში გაერთიანებული უანგარო სიყვარულით, საღვთო მადლით შეკრულნი, ერთი ბუნებისანი და აბსოლუტურად უნიკალური პიროვნებები. და როცა ეს პრინციპი დარღვეულია, ადამიანი არის ყოველთვის მოწყინებაში. როდესაც თქვენ მოწყინებაში ვარდებით, მოწყინება ითვლება ერთ-ერთ მძიმე ცოდვად, რო იცოდე. ზოგადად მარტო კაცის სკოლა ცოდვა. მოწყინება არის მძიმე ცოდვა. მამები ძალიან მძიმე სცენად აღიქვავენ სულის ამთვისებას, როცა ადამიანი მოწყინებაშია. ძალიან ცუდი რამეა ეს. მე ადამიანი რომ მოწყინებიდან გამოვიდეს, მიედმოედება. მიმომწვრელობა ქვია ამას. ეფრემასურის მოსვაში რო ვკითხულობ. ანუ მიედმოედება მოწყინების გამო, ხარ ასაკეთებს, ხარ ეთიერთობა, ხან ჭორაობს, ხან სერიალს უყურებს, ხან დომინოს თამაშობს, ხან უფრო ცოტა მეტი განვითარების ადამიანი, ხელოვნება, სპორტი, პოლიტიკა, სულ გარეთ, სულ გარეთ არის თავისი პიროვნებით, სულ გარეთ. როგორც კი საკუთარ თავთან მარტო დარჩება, სული ახუთება მოეწყინება. იმიტომ რომ არ არის ეკლესიის ცოცხალი ნაწილი. იმიტომ რომ ის არ არის უანგარო სიყვარული სხვა ადამიანთან და ამ ერთობას არ განამტკიცებს ღმერთი. ამიტომ მოწყინების ერთ-ერთი ნიშანი ის ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ ცოცხალი უჯრედი ეკლესიისა. რასაც ჩვენ რა თქმა უნდა ვებრძოლოთ. მე მგონი დავასრულე.
აუ პირდაპირ პოლიტიკური კითხვა დაარტყეს ეგრევე. მამა თეოდორე ეს მე ვარ. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვენ ამბობთ პატრიარქმა ივანიშვილზე ისეთი რამე თქვა, რასაც ვერ ვერც კი გაახმოვანებდით. ამან საზოგადოებაში გაურკვევლობა და არა ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ეს ინტერვიუ რატომღაც დღეს, რამდენიმე წლის შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, ვიდრე მაშინ იყო. ზოგნი ამტკიცებენ, რომ ეს გაუგებრობაა და ცოტათი ჟურნალისტის ინტერპრეტაციაც კი იყო. ზოგნი კი ამბობენ, რომ ივანიშვილზე მართლაც რაღაც თქვა პატრიარქმა. პირადად თქვენ რას ფიქრობთ და რა დამოკიდებულება გაქვთ ივანიშვილისადმი და დღევანდელი მთავრობისადმი? მაგრამ დამიჭირეთ და ხო, ახლა სერიოზულად. ესე იგი, საერთოდ მე საბარაუდოდ დაახლოებით ვიცი, მე არ მინახია ეს ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რომელმა საინფორმაციო საშუალებამ დადო ეხლა. მე მგონი ეს დადეს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დადეს ეხლა, მაგრამ ეს არის ძალიან ძველი. ეს არის მგონი 2013 წლის თუ 2014 აღარ მახსოვს, რამდენიმე წლის წინანდელია. იცით რა არის? მე ხა სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვს ზუსტად ის განწყობები, რამაც შეიძლება ესეთი ინტერვიუს არსებობა გამოიწვია. მე ვფიქრობ, რომ აქ გარკვეულად იყო იმ გაზეთის, იმ რედაქციის, იმ სარედაქციო პოლიტიკის განწყობაც. არ არის გამორიცხული, რომ მეც რაღაცნაირი განწყობა მქონდა, იმიტომ რომ მე პერიოდულად სუბრაზდები ხოლმე ხან ბიზაჩემზე, ხან მეგობარზე, ხან ძმაზე, ხან მასზე რა ქვია, ხან ხელისუფლებაზე და არ არის გამორიცხული, რომ იმათი განწყობა და ჩემი რაღაცა გაბრაზება რაღაც დაემთხვა და ესეთი რაღაც წარმოიშვა, თუმცა სიმართლე ვერც კი ვიხსენებ, რასთან არის დაკავშირებული, რამდენად ზუსტად ასახავს ჩემს სიტყვებს ეს. მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ არანაირი კავშირი ამას არ აქვს დღევანდელ გახმაურებულ ციანიდის საქმესთან, ეს უკვე ხელოვნურად მიწებებული იყო გარკვეული ინტერესებიდან, ვიღაცების გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ მე ესე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, მე საერთოდ არც ერთ ხელისუფლებას არ ვეფერები, მე ესე მგონია, ეს არის ჩემი სუბიექტური განცდა, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ ესე მგონია, რომ ჩვენ გამოვისვალეთ ძალიან ბევრი ხელისუფლება საბჭოეთის მერე. და მე არ მგონია, რომ რომელიმე ხელისუფლების პერიოდში ეკლესია ესეთი თავისუფალი ყოფილიყო, როგორც ეხლა არის. არანაირ გვაწუხებს, არანაირი პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. არავინ ხელს არ გვიშლის ჩვენი მთავარი საქმის გაკეთებაში, რასაც მისიონერობა ქვია და მე ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ ჩვენ ყველაზე თავისუფლები ვართ. ამ კუთხით მე ვფიქრობ, ჩვენ საუკეთესო ხელისუფლება გვყავს. არის მეორე რამ, მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ ყველაზე კაი ხელისუფლება გვაქვს ამ კუთხით, რომ ჩვენ არ გვავიწროებენ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება იდეალურია. შეუძლებელია ხელისუფლება იყოს იდეალური, იმიტომ რომ იდეალური ჯერ ერთ ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. მეორეს ერთი საეკლესიო ხელისუფლებაც კი არ იქნება იდეალური და მით უმეტეს საერო ხელისუფლება ვერ იქნება იდეალური. მეცაც გეტყვით, არის ბევრი რაღაც საკითხები, რომელიც მე სწორედ ეკლესიასთან მიმართებაში არ ემგაგებით, რომ თავისუფლებას არ გვანიჭებენ. როგორ არ გვანიჭებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი კავშირი უნდა არსებობდეს ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, იმ გაგებით კი არა, რომ ჩაერიოს ან ხელისუფლება ეკლესიის საქმეში, ან ეკლესია ხელისუფლების საქმეში. მე სხვა რამეს გულისხმობ. უფრო მეტი შემოქმედებითი და ნაყოფიერების თვალსაზრისით უნდა უფრო კარგი, უფრო სიღრმისეული თანამშრომლობა უნდა იყოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, რისთვის? ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღშენებლობის საქმეში. ჩვენი სახელმწიფო ასაშენებელი გვაქვს, ჩვენ პრობლემები გვაქვს უამრავი. ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ესე იგი, მუდმივი საშიშროება ჩრდილოეთიდან, სამხრეთ დასავლეთიდან, სამხრეთ აღმოსავლეთიდან
მე მგონი ყველა მხრიდან საშიშროება გვაქვს. სად რა გასკდება, სად რა პრობლემა შეიქმნება, არ ვიცით. გენოფონთან დაკავშირებით, ამასინათ ერთი დღეს იყო მგონი. ერთი ქალბატონი იყო მოსული, ერთი კვირითავარ ჩამოსულიო საიდან პოლონეთიდან. მეთქი პოლონეთში ხო, მეუღლე შვილები იქ პოლონეთში და ქართველები ხართ, კიო ბევრიო, გადავირიებ, რა ცოტანი ვარ და ყველგან როგორ ჩვენა ვართ, ამ ბევრი როგორა ვართ, პოლონეთში ხა გვინდა კაცო. ყველგან ვართ. ანუ სერიოზული პრობლემები გვაქვს. სოფლის მეურნეობა რა დღეშია, ეკონომიკა რა დღეშია, განათლება რა დღეშია, მედიცინა ყველგან პრობლემებია. მე ესე მგონია, რომ ხელისუფლება და ეკლესია უფრო მეტად უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და უფრო სხვანაირად. უფრო შემოქმედებითი უნდა იყოს მათი თანამშრომლობა, უფრო ღრმა, ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლება უფრო მეტად ერკვეოდეს სულიერ საკითხებში, იმიტომ რომ ეკლესია ძალიან ფაქიზია ურთიერთობებში, ეკლესიასთან უხეში ჩარევა არაფრით არ შეიძლება ეკლესიის საქმეებში, მაგრამ ამავე დროს არც სულ ერთი არ უნდა იყოს ხელისუფლებისათვის ეკლესიის მდგომარეობა. ჩვენი უმთავრესი იარაღი სიკეთე რომ შევიტანოთ სახელმწიფოებრივ აღშენებლობაში არის მისიონერობა. მისიონერობას სხვა ხელშეწყობა, მაგალითად ეხლა ჩვენ რო აქ ვართ, ეს არის სახელმწიფოს ხელშეწყობაც გარკვეულად, იმიტომ რომ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ინსტრუქცია და ვერც ერთმა სასწავლებელმა ჩვენი შემოშრობა ვერ გაბედოს. შესაძლებელია ეს თავისუფლად, ხო? ეს თანამშრომლობის ფორმა არის. თუმცა მე უფრო მეც ვისურვებდი. ეხლა ამაზე მეტად დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ის რომ თქვათ მე ვთვლი რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ძალიან ლოიალური და ძალიან კეთილი განწყობილი ეკლესიისამ და ასეთი თავისუფლად ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ, მეორე მხრივ სულაც არ ნიშნავს რომ მე არ გავაკრიტიკებ, როცა საკრიტიკო იქნება. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ შეუძლებელია რომ თქვათ როცა რაღაცა არ მოგეწონება თქვა რომ ეს არ მომწონს და შეუძლებელია ყველაფერი მოგწონდეს და სულაც არ ნიშნავს ეს ხელისუფლების ან სახელმწიფოს და მით უმეტეს სამშობლოს მტრობას. ეს არის და ну აქ ივანიშვილისად მიცით ივანიშვილზე მოკლედ ვიტყვი. მე არ ვიცნობ მას. წაუკითხავ წინგზე არ მსჯელობენ. ერთი რამე ვიცი რომ მე რომ მაგალითად აი ეს ადამიანი ვაკრიტიკო ეს ვიღაც აი ეს n ადამიანი მასზე მეტი სიკეთე უნდა მქონდეს გაკეთებული. მასზე მეტი ტაძარი აშენებული, მასზე მეტი მონასტერი, მასზე მეტი ქველმოქმედება არ გამიკეთებია რა უნდა ვაკრიტიკო, რა ვიცი. დაინჩენ მე არ ვიცი. ამი არც მის სულიერებას ვისურვებ. ნუ ზოგი ამბობს რომ ის არ არის თქვათ ისეთი ქრისტიანი და ეკლესიური. მე ვისიბრალია, მე იმისი თუ ჩვენ თუ ვერ დავანახეთ ქრისტიანობა. არ ვიცნობ ადამიანს, მაგრამ ერთი რამე ეს იყო ზვიადის დროსაც მახსოვს, ზვიადი რომ გამსახურდია რომ ესე იგი განდევნეს საქართველოსდან, მე მახსოვს როგორ ლანძღავდნენ მას ის ადამიანები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ სამშობლოს განთავისუფლებისათვის, ქვაქვაზე არ დაუდიან. და ზვიადის ლანძღავდნენ და სულ შეცდომებს ხედავდნენ. უშეცდომობა არავინ არ არის, მაგრამ მე მქონდა ეს პრინციპი, რომ რაც იმან გააკეთა, ყოველ შემთხვევაში გულწრფელიყო და ცდილობდა ჩვენი სამშობლო თავისუფალი ყოფილიყო, მე იმდენი მაინც უნდა მქონდეს გაკეთებული, რომ მე ჩემ თავს მივცე უფლება გავაკრიტიკო. და მანამდე ამის უფლება მე არ მაქვს. ასევეა ქველმოქმედებაში, თუ ადამიანს ამდენი ქველმოქმედება გაუწევია, რომელიც არავის არ გაუწევია, მაშინ მე არ მაქვს უფლება ეს ვაკრიტიკო. ღმერთმა იცის, მე რა ვიცი. ასე რომ ჩემი ხედვა ესეთია და რა არის ღმერთი? ვინ არის წყალი? როგორ ახარ? ვინ არის თუმცა ეგეთი კითხვა რომ დასვა, თქვა ბუდისტებთან, ისინი იტყვიან, რომ ღმერთი არის რაღაცა კანონზომიერება, რაღაცა ენერგია, რაღაც. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთვის ღმერთია, ჩვენ გვწამს ღმერთი, რომელიც არის ვინ და უფრო მეტიც, იგი მამა. ეს ძალიან კარგია. როცა თან ხარ და თან არა ხარ. აი ყოფიერება, ეს არის.
შენის ტალანტი ვერ იპოვე, რომელიც უნდა გაამრავლო. რა უნდა ქნა? თან ხარ, თან არა ხარ. ხარ. ხო, იცი რა არის? ერთი ტალანტი ყველას აქვს. თავისუფლება, რომლითაც მას შეუძლია აირჩიოს ქრისტე. ეს ტალანტი ყველას აქვს. და დამერწმუნეთ, რომ თუ ქრისტე ვიპოვეთ და მას რა ტალანტი იქონა პეტრეს? თევზაობის მეტი არაფერი არ იცოდა. რა ტალანტი იქონა? ხატვარი იყო, მეცნიერი იყო, სპორტსმენი იყო, მოკრივე იყო. რა ტალანტი იქონა? არაფერი ტალანტი არ ქონა. თევზებს იჭერდა. გესმით? ამიტომ, მაგრამ როდესაც მან ქრისტე იპოვა, ნახეთ რამხელა ვინმე გახდა, ხო, აი წარმოედგინეთ რა. რომის იმპერია დააჩოქა. ასე რომ მე ხა პრინციპში მე კი არ განგიკითხავთ, მე წუხვარ ხოლმე, ამასინა დედაჩემს ვეუბნებოდი, მეთქი რატო გამომიყვანე მუსიკიდან. გამახსენდა რომ პატარა რო ვიყავი, მოკლე შარვალი მეცვა, შავი, თეთრი საროჭკა და იმაზე გამიყვანეს კონცერტზე. სულ პატარა ვიყავი და დავდიგი დაუკარი რაღაც. ერთი წელი თუ ორი წელი პატარეს და მე გამომიყვანეს. რატო? იმიტომ რომ მე წარმოვიდგენია მე რო ეხლა თქვა მუსიკალური განათლება მქონდეს, ამას მისიონერობაში გამოვიყენებდი ნამდვილად. მაგრამ აი თან როიალს დავდგავდი. და ჯერ მოგიყვებოდით რაღაცას, მე პატარა ჩანახაც გავაკეთებდი მუსიკალურს. მე ფანტასტიკური, მე გენახათა რამდენი ხალხი იქნებოდა. ხო, მაგრამ რა ვქნა? აი ესია. მაგრამ არა უჭის, თუ რა ვქნა, მეც მაწუხებს ეს ამბავი, რომ რაღაც ტალანტები დაუმარხე სამწუხაროდ. ხო, მაგრამ ეს ტალანტი, რომელიც მე გითხარით, ანუ რასაც ქვია ქრისტესთან ტალანტი, რომელიც მოგცემს საშუალებას ქრისტე ავირჩიოთ, ეს ყველას აქვს. რამდენად, ხო, და მე რა თქვი ბოლოს? რა უნდა ქნა? ხო, ეგ უნდა ქნა. ქრისტესთან იყო. რამდენად სწორია, როდესაც საერო ადამიანს მოძღვარი ჰყავს ბერი და მასთან ურთიერთობა ცოტა მუქ ფერებში გიხატავს მომავალს. მაგალითად, რადგინა ბევრი კითხვა, ვაი. იონე კროპირი ბერი იყო და ბასილი დიდის და რამას კითხულობდა. ყველაფერი ხომ წარმავალია და ჯობია უფალთან ურთიერთობაზე იფიქრო. ბიჭო, უფალთან ურთიერთობა რომ დავიწყე, მე აღარ მინდა კითხვა და კითხულობ, იმიტომ რომ უფალთან ურთიერთობა შემძლო და ვეძებ ამ გზებს. რთულია, ადვილი არ არის. ეს ხორება გამოწვევებს, რაც შეეხება, იცით რა არის? მუქ ფერებში ბერი არ ხატავს მუქ ფერებში ცხოვრებას. არ ხატავს. მე ვფიქრობ, ყველაზე გახარებული, ყველაზე მხიარული ადამიანები ბერები არიან. ბერ ძალიან სისხლსავსე, ოღონდ შინაგანი ცხოვრება აქვს. იონე კროპირის ქადაგებებს რო გითხულობ, ვერაფრით ვერ იტყვი, რომ ეს ადამიანი მუქ ფერებში ხედავდა სამყაროს. ეფრემ არიზონელის, ხანდახან მაკრიტიკე რატო უყვარს ეფრემ არიზონელი ქართველი ხო არ არისო, ბიჭო, რა ავქნა, კაცო, რა დავაშავე. მე იმიტომ კი არ მიყვარს, რომ ბერძენია. იმიტომ რომ მიყვარს, რომ ბერძენია, მაშინ შეიძლება დამადანაშაულო იმაში, რა ქვია, რაში, რა ვიცი. მაგრამ არა. იმიტომ რომ კარგი ქრისტიანია უბრალოდ. ესე იგი, მის წიგნს წაიკითხავ, ჩემი ცხოვრება იოსების სიხასთან, ყველას გირჩევთ, ქართულად არ არის. ეხლა ვფიქრობ მის თარგმნას, რუსულად არის გადასარევი თარგმანი, ვინც რუსული იცის, არის ინგლისურად, არის ბერძნულად, ჩემი ცხოვრება იოსების სიხასთან. ნუ ამ კაცს თუ იტყვი, რომ ის მუქ ფერებში ხედავს სამყაროს, ჯერ ყოველ გვერდზე იმდეს იცინებ, რომ შეიძლება მოსიცილით მოკვდე. ამ იუმორში კიდე ისეთ სულიერ სიღრმეებს გაწვდის, რომ გააუგდები და ეხლა ვერ გავიგე, როგორ ხედავს ეს ადამიანი მუქ ფერებში სამყაროს. ხო, ასე რომ მოდი ესე ვთქვა, ბერი არ უნდა ხედავდეს მუქ ფერებში სამყაროს, იმიტომ რომ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ არადის გიხაროდნენ. და ყველაზე მეტად შემსრულებელი პავლე მოციქულის ამ მცნებისა, ვინ უნდა იყოს თუ არა მონოზონი, ხო სწორია. და წარმოგიდგენთ ბერი, რომელსაც სულ ხარია, მუქ ფერებში ხედავს სამყაროს? იქნებ 154,000 ადამიანზე გამგვიმარტოთ ბიბლიაში რომ წერია, რას ნიშნავს და ვინ არის ეს 154,000?
ეგება განგვიმარტოთ რას ნიშნავს ერთი დღე წინაშე უფლისა ვითარცა 1000 წელი და 1000 წელი ვითარცა ერთი დღე. სიმბოლური ესენი ყველაფერი. სიმბოლურია ყველაფერი. რომ უფალი რო ამბობს რომ თქვენ დაждდებით მთავრად ისრაელის 12 ტომში. ყველაფერი სიმბოლოებია. 154 თუ არ ვცდები 12/12-ია ხო და ნოლიანები როგორც წესი სისრულის ნიშანია ხოლმე. ასე რომ ზოგიერთი სექტის ცდელობა რომ 154,000 ადამიანის გარდა სასუფეველში არ შეუშვას თანაც ის წიგნი სადაც ეს 154,000-ია ნახსენები იქ იმავე წიგნში ნახსენებია უთვალავი წმინდანები რომელსაც თვლა არ აქვს. ასე რომ მოდი ესე ამოვატრიალოთ რა რომ არ ეგონოთ რომ და ისე ავიღოთ რომ ყველა სხვა ვერ მოვასწრებ. სიმბოლური რიცხვებია. კარიერული წინსვლა და ვერ ხო სხვა დავასრულოთ. მიზანი, კარიერული წინსვლა და მიზანი. გახდე წარმატებული, განსხვავებული. კარიერული წინსვლა და მიზანი. გახდე წარმატებული, განსხვავებულია თუ არა? მიზანი და წარმატება? მიზანი და წარმატება. მიზანი დავიბენი რა, სამშაბათია. ადამმა დედამიწაზე მოიწყინა. 64 დედამიწაზე რომ იყო ამის შესახებ ბიბლიაში საწერია. იცით რა არის? ბიბლიაში წერია, როგორ არ წერია, კაცო? პირდაპირ წერია. ბიბლია გადაშალეთ და პირველსავე წიგნში სწორედ ეგ წერია. თუმცა სასუფეველი არ არის 64. ამ სიტყვის თუ დავაზუსტებ, დავაკონკრეტებთ. 64-ც არ იყო საბოლოო ადგილი ადამიანის. ადამიანის 64-ში მყოფობა იყო პირველი ნაბიჯი განღმრთობისკენ. და მაქსიმე აღსარებელი იმასაც კი ამბობს, რომ განღმრთობა ადამიანი რო არ დაცემულიყო, განღმრთობა მაინც მოხდებოდა. უფრო სწორედ შედობას ვითხოვ. ადამიანი რომ არ დაცემულიყო, ღმერთის განკაცება მაინც მოხდებოდა. იმიტომ რომ განკაცება ნიშნავს ღმერთისა და ადამიანის ისეთ ერთობას, რომლის მსგავსი წარმოუდგენელია. ანუ რას ნიშნავს? ღმერთმა თავის პიროვნებაში მოაქცია ადამიანური ბუნება. და ეს მაინც მოხდებოდა. ოღონდ სხვანაირად, სხვა მდგომარეობაში ქრისტეს ჯვარცმის გარეშე. და მიზანი იყო ის, რომ ღმერთს თავის პიროვნებაში მოექცია ადამიანი. და ამით ადამიანი ყოფილიყო მადლით ღმერთი და ღმერთის შვილი. და ეს ყველაფერი იწყებოდა 64-ში. 64-ში იყო ღვაწლი და ეს ღვაწლი ის რაც უნდა ეღვაწა ადამიანს ვერ განახორციელა. ანუ იგი ცდუნდა, იგი დაეცა. და შემდეგ ადამიანის ღვაწლი შეიცვალა იმ ღვაწლით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. სხვანაირი გახდა. ოღონ ჩვენს გამოსახსნელად ღმერთისაგან მეტი თავგანწირვა გახდა საჭირო უკვე არა უბრალოდ ადამიანად მოსვლა, არამედ ადამიანად მოსული ღმერთის ასევე თავგანწირვა. ასე რომ 64 იყო დედამიწაზე, მაგრამ ეს მერე გადავიდოდა სხვა მდგომარეობაში და რა მდგომარეობაა ეს? ყოველ შემთხვევაში წმინდა წერილი ესე გვამცნობს, ეს არის მარჯვენით მამისა. ანუ მამა ღმერთის წიაღი. მამა ღმერთის წიაღი, იქ ჩვენი მყოფობა მამა ღმერთის შვილად. ანუ ადამიანი აი უფალი ესე ამბობს კიდე სახარებაში, რომ იყავით სრულყოფილი ვითარცა ზეციური მამა სრულყოფილი. ადამიანი ვითარდება უსასრულოდ და ღვთაებრივ სრულყოფილი. აი მამა ღმერთის გრიგოლ ნოსელი ამბობს, მამა ღმერთის მსგავსი უნდა გახდეს. ძალიან მაღალი დონეა, ხო, ეს დამეთანხმებით. აი ეს არის. მაგრამ დაიწყო დედამიწაზე 64-ში. კოდათით რომ აღდგებიან ადამიანები ხორციელად ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ, დედამიწაზე ამდენი ადამიანი რანაირად დაეტევა. ჯერ ერთი დედამიწა არ იქნება, ხო გითხარით ეს. მეორეს ერთი. და თუ იქნება მაინც ახალი ცა და ახალი ქვეყანა, ესე ამბობს, მაგრამ ეს სულ სიმბოლური სახეებია, გესმით? და მეორე, როგორ ფიქრობთ და დღევანდელი კაცობრიობა რა ადგილი რა ადრე ვთქვი ერთ-ერთ ეს რა ქვია, ერთ-ერთ შეხვედრაზე. რამდენი მილიარდი კაცი ცხოვრობს?
7 მილიარდი. ნუ, 7-ზე მეტი. ნუ, რა თქმა უნდა იმატებს. თითო ადამიანი რო თითო კვადრატულ მეტრზე დააყენო. რამდენი რა ფართობი ჭირდება, როგორ ფიქრობთ? აქედან გორამდე, ანუ 84 კილომეტრში, აი 84 კილომეტრი რო აიღო. ეს ვარი 84000 მეტრი, ხო? აქეთაც 84 კილომეტრი 84000 მეტრი, ხო სწორია? რა ფართობია ეს? რამდენი თითო კვადრატულ მეტრიანი უჯრედია? 84000 გაამრავლე 84000-ზე. რამდენს მიიღებ? აბა კალკულატორი ვისაუბრ. 7 მილიარდზე მეტი გამოდის. თუ აქედან გორამდე მთელი დედამიწის მოსახლეობა დაეტევა, როგორ გიგობ ხო მთელი დედამიწაზე რატომღაც ვერ დაეტევა, თუ დატევაზე მიდგას აქ. რა უცნაური, არ გეჩვენებათ ეს უცნაურად? რა ვერ დაეტევაო, ისე გამრავლდით თორე ვეღარ ვეტევითო, აბჯო აქედან გორამდე ეტევა. მე მაგალითად ხო თან ვანგარიშო, ფაქტია რა 84000 გამრავლებული 84000-ზე 7 მილიარდზე მეტია. ფაქტია რომ დაეტევა. მაგრამ თან ვერ ვიჯერებ, როგორ უნდა დაეტევოს. მთელი ტოკიო, მთელი მოსკოვი, მთელი პეკინი, მთელი რიო დე ჟანეირო, მთელი წარმოვიდგინე, მთელი ჩინეთი, კაცო, სულ ყველა, ინდოეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ყველაფერი აქედან გორამდე დაეტევა. რანაირად დაეტევა? მათემატიკოსი არა ხარ, გვიშველეთ რა. არავინ არ არის მათემატიკოსი. ხელი აიწიეთ, ხალხ სტუდენტები არა ხარ? აი ეს ამაბრმავა ამახო. მათემატიკოსები აღარა ყავს საქართველოში. ფიზიკოსები? ვერ გავიგე, ფილოსოფოსები ხარ თუ? დავიღუპეთ, აღარც მათემატიკოსები ყავს, აღარც ფიზიკოსები ყავს. ასე თქვენი მოტყილება ადვილია მაშინ. მოკლედ ესეა, აი უცნაურია. ჩემს ერთ მეგობარს არ სჯერა ფიცის. რა არის ფიცი? მაგალითად, ღმერთს ფიცა ვარ, დედას გეფიცები. დედას ფიქრობს, რომ დაფიცების შემდეგ შეიძლება ისე მოიქცეს, როგორც უნდა. არ ვიცი რას ნიშნავს. რა ვიცი? და ვიცი არ ნიშნავს იმას, რომ მოკლედ, რა ვიცი, მამე, ფიცი. იცი რა არის სახარებაში წერია, რომ მოდი სახარების ენით გეტყვით, მე რა ვიცი კაცო რა. მე ვიცი რა სახარებას წერია. სახარებას წერია ერთი რაღაცა, რომ ნუ იფიცებთო რა ქრისტე გვეუბნება. იმიტომ რომ ან ხო თქვიო, ან არა. როცა თუ შენი არ ამჯერა, შენი ფიცისაც არ მჯერა მაშინ. აი შენი ხო არ მჯერა. დედას გეფიცები რა. შენ თუ არ მჯერა, არც დედა შენის არ მჯერა და არც არაფრის არ მჯერა, საერთოდ არ მჯერა შენი. შენი არ მჯერა და ეხლა რა გინა დაიფიცე, გინა ყირას დადექი. და უფალი ნახე რა საინტერესო რამეს ამბობს. ნუ იფიცებითო. იმიტომ რომ ან ხო თქვი ან არაო, დანარჩენიო. ამ ხოლ და არგარა, უკეთურისგან არ. ანუ გესმის, აი გინდა რომ რაღაცა თქვი ან ხო ან არა. არა, სასამართლო სხვა არის. ეგ იურისტები მაინც ხო ხართ? ხო და იურისტებმა რატო აფიცებენ? პასუხისგებლობას გაკისრებენ, იმიტომ რომ თუ მე გამოგიჭირეს ტყუილში, და მოკლედ შე პასუხისგებლობაში მიქცემენ. გესმის, ეს არის პასუხისგებლობას გაკისრებენ. მაგრამ ღმერთი ხო იურისტი არ არის, კაცო? გესმით რა შეასაქმე? ეს ერთი, მაგრამ არის ერთი მეორე კიდე ერთი საინტერესო ადგილი წმინდა წერილში. ჰეროდე მეფე ცეკვავს მისი საყვარლის შვილი სალომეა. მოეწონა ეს ცეკვა. სიტყვა მისცა. ფიცივით არის, ხო? რომ რაც გინდა მთხოვე, თუ გინდა ნახევარ სამეფოს მოგცე. თრალია. და ლამაზი გოგოს ცეკვამ გამოაჩერჩეტა. ნახევარ სამეფო, რა სამეფოს მიცემი იყო, ანუ. არათუ ნუ და სალომეოს ნახევარ სამეფო, ისედაც როგორც უნდა ისე იყო დედოფალებით. ამან უთხრა დედამისისგან ბირებულმა, მომაწოდე სინით იოანე ნათლისმცემლის თავი. ახლა ნახეთ რა ხდება. ჰეროდე მეფეს არ უნდა იოანეს მოკლა. იმიტომ რომ პატივს სცემს. მის გარჩევად არიგებებს ირებს. დაპატიმრებული გიყავს, მაგრამ მოკლა არ უნდა, იმიტომ რომ პატივს მიაგებს. თან ხალხის ეშინია, იმიტომ რომ მოკლას ხალხი არ ამიჯამდეს.
მაგრამ იმისათვის რომ ფიცი არ გაეტეხა და ის გოგო არ შეერცხვინა და თავის სიტყვა მივეცი მეფე ვარ. იოან ნათლისმცემელს ყველაზე წმინდა ადამიანს თავი მოაჭრა. აჰა, ეს არის ფასი ადამიანური ფიცისა. ასე, ამიტომ თქვი კაცურად, გაიგებს, არ გაიგებს და არ გაიგებს. თუ ფალი გვიცნობდა ჩვენ დაბადებამდე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ვარსებობდით ხორციელ დაბადებამდე. აი სწორედ მაგაშია უცნაურობა, რომ არ არსებობდი და გიცნობდა. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები მხოლოდ მაშინ ვიცნობთ, როცა ადამიანი არსებობს. მაგრამ როცა არ არსებობს, არ ვიცნობთ. და უფალი როცა არ არსებობდი, მაინც გიცნობდა. რატო? იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის და ღმერთის ცნობიერებაში სამყაროს შექმნამდე შენ უკვე იყავი. ამიტომ ბუნებრივია რომ ღმერთი გიცნობდა დაბადებამდე. ამიტომ ამბობს ისევ გრიგელ ნოსელი, ადამიანი მარადიული არსებაა. ყოველთვის არსებობდა ეს ამბობს. არა არსობრივად ადამიანი არ არსებობდა. და თითოეული ჩვენთაგანი კიდო მე ვარ 46 წლის, 57 წლის წინ არ ვარსებობდი. მაგრამ ღმერთის ცნობიერებაში, რადგან სულ ვიყავი, ამიტომ ამბობს გრიგელ ნოსელი, ჩვენ სულ ყოველთვის ვარსებობდით. როგორ უნდა დავეხმარო აზარტული თამაშებით შეპყრობილ ადამიანს? ძალიან რთული საკითხია რა. ეს უფრო რთულია ვიდრე ნარკომანია. არ ვიცი. ნუ, რა თქმა უნდა, ზოგადი ფრაზებით შეიძლება ასე შემოვიფართოთ, ეს არის სიყვარული. სიყვარული ამ ადამიანის. ოღონდ სიყვარული ქმედითი და არა ბრიყული. ბრიყული სიყვარულია მაგალითად. დე, კიდე წავაგე რა, უი, შვილო, შენ ფული კიდე ითამაში. ან ვალი გადაუხადო. ეს არის ბრიყული სიყვარული. ნამდვილი სიყვარული, შემოქმედებითი სიყვარული, ბრძნული სიყვარული, გადამრჩენელი სიყვარული. და მეორე, იყოთ ნათელი, ამას ოფლისა როგორც ქრისტე ამბობს და საკუთარი ოჯახის და საკუთარი ახლობელი ადამიანების. ქრისტეს ნათელს უნდა ასხივებდეს, ქრისტეს უნდა ვგავდეთ. აი, იმიტომ რომ ადამიანი ეს თამაში ისეთი საშინელი ვნებაა, რომ აი ალბათ ქრისტეს თუ დაინახავს ესეთი ადამიანი, მხოლოდ შეიძლება მაშინ მოეგოს გონებაზე და ქრისტეს როგორ დაინახავს, ხო? დღეს აქ, მაგრამ ქრისტე გვეუბნება, რომ აი შენი სახით უნდა დამინახოს მე. ხო და აი ჩვენი პასუხისგებლობა ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. რა ელის იმ მუსლიმანს ან სხვა არაქრისტიანს, რომელიც მართლმადიდებლად არაა მონათლული და ქრისტიანზე მეტად გავს ქრისტეს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ვაიმ ქრისტეს, ვაიმ ქრისტიანს, რომელზე მეტადაც არამართლმადიდებელი გავს ქრისტეს. მონათლა საერთოდ არ ნიშნავს, რომ ადამიანი ქრისტიანია. იცით რა, საინტერესო ადგილი არის წმინდა წერილში. ვაიშენდა ქორაზინ და ვაიშენდა ბეცაიდა, ხო თუ არ ვწდები და შენ კაპერნაუმ ჯოჯოხეთამდე შთახდე, საშნელ სიტყვებს ამბობს უფალი და იქ ამბობს ესეთ რამეს, რომ სოდომი და გომორი უმოლხინეს იქნებიან განკითხვის ჟამს ვიდრე თქვენ, იმიტომ რომ თქვენ უარყავით ქრისტე. ამიტომ ქრისტიანი, რომელიც თავის ცხოვრების წესით ქრისტეს უარყოფს, სხვა რელიგიის წარმომადგენელი კი არა. სოდომ გომორში რაც ხდებოდა, ის ადამიანები უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. საერთოდ ესეა ძალიან ცუდი რამეა, ადამიანი ხო რითი ფასდება? ადამიანი ფასდება თავისუფალი არჩევანით. თავისი თავისუფლების სწორად რეალიზებით. და წარმოგიდგენი, აი ქრისტე დაინახე. და უარი თქვი მას. უარყავი. ეს ყველაზე საშინელი მდგომარეობა. გაიგე რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და მოკვდა და მინიმუმ არ დაინტერესდი. ვაი, რა რელიგიაა ეს ესეთი, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩემთვის მოკვდა. გესმის, ამიტომ აი სახარებაში ესეა, როცა ქრისტე მოევლინა ამ ქვეყანაზე, სიმონ მილქმელი წინასწარმეტყველებს მასზე და ესეთ რამეს ამბობს, რომ მრავალი წამოდგება და მრავალი დაეცემა მასთან მიმართებაში. ანუ ქრისტე არ გიტოვებს შესაძლებლობას რაღაც შუალედური პოზიცია დაიჭირო, ნელთბილი. ან დგები ფეხზე მასთან ერთად, ან რა და დაცემული ხარ, იმიტომ რომ აი არ შეიძლება სხვანაირად. სანახევროდ ვერ იქნები ქრისტესთან. ან ხარ ან არა ხარ.
და როდესაც შეგნებულად არ ახარ, ამაზე ცუდი არაფერია. ამიტომ ჩვენი ვიტიროთ, ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით, როცა არჩევანს ვერ გავაკეთებთ. თქვენი აზრით შესაძლებელია თუ არა ფსიქიური აშლილობის ავადმყოფმა ებრძოლოს არა წამლით, არამედ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. ეს რთული საკითხია, იცით? საერთოდ სწორი სულიერი ცხოვრება ადამიანის ფსიქიკას აჯანსაღებს კომპლექსებისაგან, ნერვოზებისაგან, აკვიატებული აზრებისაგან ათავისუფლებს და არასწორი სულიერი ცხოვრება, არასწორი რელიგიური განათლება შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები აკვიატებული აზრებისაც, კომპლექსებისაც და ფსიქიური აშლილობისაც. ანუ სულიერ ცხოვრებას სწორს და არასწორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ სულ ამბობ, რომ რელიგიური განათლება აუცილებელია, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი დაზიანებულა არასწორი რელიგიური განათლებით და შესაბამისად არასწორი რელიგიური ცხოვრებით. მაგრამ თუ ფსიქიკა სერიოზულად დაზიანებული აქვს ადამიანს, ან გენეტიკურია ეს, ან რაღაცა მოხდა ხომ ის ცხოვრებაში, სულიერი დახმარება საკმარისი არ არის, იმიტომ რომ სულიერ დახმარებას სჭირდება სულიერი მასწავლებლის, ამ შემთხვევაში მოძღვრის, სიტყვების სწორად გაგება და ადეკვატური აღქმა. და თუ ადამიანს ადეკვატური აღქმა არ აქვს, მოძღვრის მოცემული დარიგებების, საკუთარი მდგომარეობის, მას უკვე ჭირდება, პრინციპში აუცილებლად ჭირდება, ესე იგი, ექიმი. ჩვენ რომელი საათია, რამდენამდე გვაქვს დრო? რამდენი გვაქვს დრო? 15 წუთი? სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე გვესაუბრეთ, რადგან ძალიან მაშინებს, რა გაშინებს? სიკვდილი გაშინებს, რა? როგორ გაშინებს სიკვდილი? ასევე ჩემი და ჩემი მშობლების ერთად არ ყოფნა სასუფეველში. იცით როგორ არის? სანამ ჩვენთვის ქრისტიანობა არის და ღვთისმცნებები არის ლოზუნგები, მეტაფორები, მოწოდებები, ჩვენი რელიგიური ცხოვრება იქნება მკვდარი. კაცმა რო თქვას, ხო უყურეთ ნახე, ღმერთს ვერ გძნობ, ვერ განიცდი და გძნობ და განიცდი ამ სოფელს. შესაბამისად, შენთვის სიცოცხლეს იდენტიფიცირება ხდება რეალობასთან, სიამოვნებებთან, ურთიერთობებთან, განცდებთან, მიზნებთან, კარიერასთან და შენთვის სიცოცხლის იდენტიფიცირება არ ხდება ჭეშმარიტ სიცოცხლესთან ერთობაში, ერთობით. არ გაქვს განცდა, ვერ ეხები, ვერ განიცდი, ვერ ხედავ. ამიტომ შენთვის სიცოცხლე არის ეს და სიკვდილი არის აი ამის დაკარგვა. შეუძლებელია ასე დროს სიკვდილის არ გეშინოდეს. იმიტომ რომ შენთვის ყოფიერება და არსებობა არის აი ეს. იმის იქით არ იცი, გამოცდილება არ აქვს, არ გინახავს, არ განგიცდია, გამოცდილება არ აქვს. აი მაგალითად მოთამაშე თელ სიცოცხლეს პოულობს თამაშის, იქ აზარტი, ადრენალინი, რაღაცა ხდება იქ, ხო, მის სულში, მის ფსიქიკაში, მის სისხლში. და მან თუ არ ჩაანაცვლა ეს განცდა სხვა რამით, იმას თავს ვერ ანებებს, იმიტომ რომ თან ის რითაც ჩაანაცვლებს, ამ განცდაზე ძლიერი უნდა იყოს. ესე იგი, თუ სარწმუნოებრივი ცხოვრება არ არის ნამდვილი და სწორი, არის უფრო ფარისევლობისკენ მიდრეკილი. და რა არის ფარისევლობა? ეს არის რელიგიური ცხოვრება გარეგნული წესების აღსრულებაში გამოვლინებული, რომელსაც არანაირი კავშირი ცოცხალ ღმერთთან არ აქვს. ბუნებრივია, რომ ესე დროს ადამიანს ძალიან ეშინია ბიოლოგიური სიცოცხლის დაკარგვის, იმიტომ რომ ის სხვა სიცოცხლეს არ იცნობს. იმისათვის რომ ჩვენ სიცოცხლის არ გვეშინოდეს, იმისათვის რომ ქრისტეს სიტყვები, რომ ჩემი მორწმუნე არასოდეს მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში არ დარჩეს ცარიელ სიტყვება და მეტაფორად, ჩვენ ქრისტე უნდა გავიცნოთ, მისი მორწმუნე უნდა გავხდეთ, ჩემს მორწმუნეს უფალი ამბობს. და რა არის რწმენა ქრისტესი? არა ის, რომ მე მაქვს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა. არამედ უფალი განმარტავს ამას. პირველი საფეხური რწმენისა.
ვინ ჩემცნებებს აღასრულებს. ანუ როცა იწყებ ქრისტეს ერთგულებით ცხოვრებას, შენ მოგწონს ქრისტე. შენ თვლი რომ ამაზე ღირებული აქვს სამყაროში არაფერია და შენ იდეურად როგორც სამურაი რო ერთგულებს თავის ესე იგი იმპერატორს, ისე ერთგულებ მას. ერთგული ხარ ის. მაგრამ ეს არის პირველი საფეხური. მაგრამ არის მეორე საფეხური რწმენისა. ჩემს მორწმუნეს გულში ექნება წყარო, ცოცხალი წყლისა და განმარტავს სულიწმიდა ღმერთს, სულიწმიდის მადლზეა საუბარი. საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ. ანუ შენში რეალურად ფეთქავს ცოცხალი ღმერთის ძალა, რომელსაც შენ გზნობ და განიცდი. ეს არის ნამდვილი რწმენა, რომელიც გადასდილია სიყვარულში, იმიტომ რომ სიყვარული და ესეთი რწმენა არის სინონიმები და აუფალი აგრძელებს. და ვისაც მე უყვარ ვარ და ვწამვარ, მას შეიყვარებს მამა და მამა ღმერთი და მე მოვალთ და ასევე სულიწმინდა ღმერთი მოვალთ და სამივე დავმკვიდრდებით ამ ადამიანის გულში. ადამიანისათვის ასეთი დროს იწყება სხვანაირი სიცოცხლე, მეორე ჩობა ქვია ამას და ასეთი ადამიანისათვის სიცოცხლე იდენტიფიცირდება არა ბიოლოგიასთან, ფიზიოლოგიასთან, არამედ მარადიულ სიცოცხლესთან. ესეთ ადამიანს სიკვდილის აღარ ეშინია. ესეთ ადამიანისათვის აი ხა წყალი კი კარგია. სვავ. გადასარევია. მაგრამ ჩემი მიზანი წყალი არ არის. და სულ მომყავს ხოლმე საცოდავი კვილი ჯაგრის მაგალითი. არამედროვე ადამიანს კვილი ჯაგრისი ძალიან ჭირდება. კულტურულ ადამიანს დღეში 2 ჯერ. ნუ სხვანაირად შეუძლებელია. მაგრამ რომელი და თქვენ გჭირდებათ აუცილებლად. რომელი მათგანი ფიქრობთ დღის განმავლობაში კვილის ჯაგრისზე? ან თუ ჯაგრისი, ახალი ჯაგრისი უნდა იყიდოთ, ახლა ახალი ჯაგრისი. ნავაროტკებით მაგარი ჯაგრისი. დამერწმუნეთ, მანქანაზე ძალიან თანამედროვე ცივილიზებულ ადამიანს კვილის ჯაგრი სჭირდება. მანქანაზე მეტად. მაგრამ მანქანაზე მანქანა. ჯაგრისები თუმცა არაფერი, დაჩაგრის ჯაგრის. აი როგორც ერთხელ მეგონი ეს დარბაში მოვყევი ერთხელ. აი მე ახლა ვინმე აქ არიჯდეს ის ვიზაც მე ვლაპარაკობ, მე არ ვიცი, აღარ მახსოვს. ჩვენი მრევლის წერმა მითხრა ერთხელ, არ მახსოვს ვინ იყო. თუ აგზის მაპატიოს, იმიტომ რომ სახელს არც მახსოვს ვინ არის. ვერც კი გავიხსენებ. ხო და ერთხელ და მომბეს დაკაცო, როდემდე კვილის ჯაგრის იმდენი მომყავს ეს მაგალითი, რომ მე თვითონ შემცხვა და მოიყვანე ფეხსაცმელის მაგალითი. მაგალითად რომელ თქვენგანს ახსოვს ეხლა რა ფეხსაცმელი აცვია და არავის წირვაზე ვთქვიეს. წირვაზე გახართ და ხო არც ერთი არ გიფიქრიათ ამ 3 საათის განმავლობაში ფეხსაცმელზე. და მე გახარებული ვარ, რომ ჯაგრის ჩავანაცვლო ფეხსაცმელი. ნუ რაღაც სიახლე შევიტანე ჩემს გადაგებაში და თან იგივეა ხო? ეხლა იგივეა ხო? ფეხსაცმელი ყველას ვჭირდება, ფეხსაცმელის გარეშე არ მოსულ ვარ და ეხლა დარბაში რო გითხრათ, აი რომელ თქვენთანგანს ვფიქრია ამ 2 საათის ჩემს წინვალე მეტყოლების დროს, რომელს ვფიქრია ფეხსაცმელზე და თქვენ არავის და იგივე ჯაგრისია და მეორე დღეს თუ მესამე დღეს აღსარებაზე მოდის ერთი ადამიანი და მეუბნება რომ ესე იგი აი ეს სიტყვები რომ გავიგონეო თქვენ შორის ახლა ვინ იქნება ესეთ და ფეხსაცმელს ახლა ვიჯექიო და ჩემს ახალ ფეხსაცმელს ვიჯექეთ და უყურებ. აუ გადავირია. იმის მე ფეხსაცმელს ვეღარ ვახსენებ მწვენია რა რაღაცას კიდე შეურაცხყოფა არ მივაყე. ასეთი ამბავი მოხდა. აი ესე ხდება ხოლმე რა. საუბრის დასაწყისში თქვენ საუბრობდით მეცნიერების манипуляციის შესახებ. ხომ არ ფიქრობთ თქვენ იგივე სტრატეგიას იყენებთ? როგორ არა? twin-ებს გირეცხავთ, რა თქმა უნდა. იცით რა შეასაქმე? მოდი ესე ვთქვათ. მე ხო ჩემსას არაფერს არ ვამბობ. ქრისტე ამბობს ერთს და სხვა მეორეს. მარქსი ამბობს მეორეს. მარქსი ამბობს ამას, ქრისტე ამბობს ამას, ბუდა ამბობს იმას. ეს ამბობს ამას, ის იმას. ყველა რაღაცას ამბობს. ამაშია საქმე, ამაშია სირთულე. აი შენ გახარ და ფიქრობ, საით წავიდე? ან შენ სასიტყვი, ან რომელიბეს აირჩევ. პრობლემაც აქ არის. და აირჩიე. მე უბრალოდ ჩემი ლოგიკა ესეთია, რომ მე არ დავბადებულ ვარ ქრისტიანის ოჯახში. 20 წლამდე არცეთ
არც ერთი ადამიანისაგან დადებით კონტექსტში ღმერთის სახელი არ გამიგია, დადებით კონტექსტში. ცხოვრობდი ათეისტური სახელმწიფოს მოქალაქე ვიყავი, სადაც ათეიზმი იყო იდეოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ყველა სხვა იდეოლოგია იდევნებოდა, მათ შორის ქრისტიანობა. და მეცაც გეტყვით, ეს თემა ჩემთვის საერთოდ დახურული იყო რა. აი როგორ თევზი, რომელიც ცხოვრობს აკვარიუმში, მისთვის ღმერთი არ არსებობს. გაუგებარია, ხო რა, აი ესე იყო ჩემთვის. და მე დადგა პერიოდი, როცა ძიების პროცესი დავიწყე. და ძიების პროცესი, რომ დავიწყე, ჩემთვის დიდი სპექტრი გადაიშალა სხვადასხვა რელიგიების, მიმდინარეობების, აღმოსავლური ძალიან მაინტერესებდა. სხვადასხვა მიმდინარეობები იყო. და მართლმადიდებლობა ავირჩი არა იმიტომ, რომ მე ესე იგი, იმიტომ რომ ხოლმე კი გასაგებია, რომ საქართველოში ახლა ქართველები ვართ, მონათლულები ვართ, ესა ვარ, ეს ვარაფერს არ ნიშნავს. და რა თქმა უნდა ღვთისწყალობა არის, მაგრამ ჩემი არჩევანიც ხო იყო. ღვთისწყალობა და ჩემი არჩევანი. და ჩემი არჩევანი ქრისტეზე გაჩერდა, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ვნახე მასზე თბილი, მასზე ტკბილი, მასზე დიდი, მასზე დიადი. მასზე უფრო ძვირფასი, ვერაფერი ვერ ვნახე. თქვენ თუ ნახავთ, თქვენი საერთოდ. და კიდევ ერთი. როგორც კი მე ეს ავირჩიე, იმის მერე მე ვერ ვჩერდები. იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანები ჩემთვის ვინც არიან, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი სულიერი შვილები და საერთოდ მე არ შემიძლია რომ არ ვიყვირო მთელ ქვეყანაზე ხალხო, გაიგეთ, ღმერთი არის და ჩვენთან მოვიდა, მას იესო ქრისტე ქვია. იმიტომ რომ მე ამით ბედნიერი გავხდი და სრული უფლება მაქვს. და მეცაც გეტყვით ვალდებულებას, იმიტომ რომ ქრისტე პირდაპირ მავალებს. მე შენ გაგხდი ადამიანებზე მონადირედ, ადამიანების მებადურად. წადი და მოიმოწაფე ყოველი. ეს ვალდებულებაა ჩემი. და პლუს ჩემი დიდი სურვილია, რომ თელ სამყაროში ვიყვირო, ხალხო, ღმერთი არის, სიცოცხლე მარადიული, არასოდეს არ მოკვდებით. და კი არ მიგვატოვა, მოვიდა და მას იესო ქრისტე ქვია. აი ეს არის. მე ვფიქრობ და კიდე ერთს ავიღებ და მორჩა ვეღარ მოვასწრებ დანარჩენებს. გვესაუბრეთ მეორედ მოსვლაზე და შემდეგ მოვლენებზე. არ ვიცი. უფალი ამბობს, არავინ არ იცის ამის შესახებ და რო არ დავინტერესდე ზედმეტად. ამბობს, რომ მეც არ ვიციო. გატყოებს? არ ვიციო ქრისტეებო. არ მკითხოთო. ყველაზე ძალიან როცა არაელი მაშინ მოვა. მე მაგის არ უნდა მეშინოდეს წესი. რომ თუ ქრისტიანი ვარ, იმიტომ რომ მე ერთი სული უნდა მქონდეს. ეს არის ესეთი პოზიტიურ ნოტაზე მთავრდება მთელი ბიბლია. მალე მოდი, მალე უფალო. მე მიხარია. მე არ მინდა გადაიდოს ეგ საქმე. აი თუ დღეს იქნება უფრო კაი. აუ, აქ არის ციანიდის საქმეს ნათელი მოფინე თუ რაღაცა ჩიხი იქმნება, გამოძიება, რა ვქნა რა ხდება საპატრიარქო გუშინ, არ ვიცი, მამე, არაფერი არ ვიცი. მოიწვიეთ ოფიციალური სტრუქტურიდან, საპატრიარქოს ოფიციალური სტრუქტურიდან, ვისაც ეს ევალება. მე არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. ახლა არ ვიცი. აჰა. ამის მაგი რა? წავიკითხო? ცოლქმრული ურთიერთობის დროს ატომ ბეზდებათ ადამიანებს ერთმანეთი. თუ ეს თეორიულად სვავს ვიღაცა ამ კითხვას, არა უჭის და თუ ან ცოლი ან ქმარი სვავს და თავის მეუღლე მობეს და ეს ხუმრობით. ეხლა სინამდვილეში რაც არის. კაი ექსპერტივით ლაპარაკობთ.
იცით რა შეასაქმე? ადამიანი ცხოველისაგან განსხვავებით არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება და ცოლქმრული ერთობა არ არის მხოლოდ ფსიქოსომატური ერთობა, ის სულიერი ერთობაც უნდა იყოს წესით. მეცაც გეტყვით, პირველადი ცოლქმრულ ურთიერთობაში სწორედ სულიერი ერთობა უნდა იყოს და ეს მერე გრძელდება ფსიქოლოგიური და სომატური ურთიერთობით. ანუ ხორციელი ურთიერთობით. და თუ სულიერი ერთობა რეალიზებულია, ანუ როცა ორმა სულმა ერთმანეთი იპოვა და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ, მაშინ ერთმანეთი მათ ცოლქმრობაში არ ბესდებათ. მაგრამ თუ სულიერი ურთიერთობა არ რეალიზებულია და თუ მათი ქორწინების мотивация იყო არა სულიერი ერთობა, არამედ ან ანგარება, სხვადასხვანაირი. ანუ მხოლოდ ვნება, ვნება გასაგებია ხორციელი ტოლვა არსებობს, ხო, ეს ამის გარეშე როგორ არის, მაგრამ მხოლოდ ეს სულიერის გარეშე. როგორც წესი, ის თავდება ესეთი კრახით. ამიტომაც ამბობს ეკლესია, რომ ცოლქმრული ქრისტიანული ოჯახი უნდა იყოს მცირე ეკლესია. ანუ აქცენტს აკეთებს სწორედ იმაზე, რომ სულიერი ერთობა უნდა ნახო. და თუ სულიერი ერთობა კიდევ მეორე რეალიზებულია, მაშინ ჯანმრთელობის შემთხვევაში ესე იგი მათ ერთმანეთი არ ბესდებათ. ესეა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ახალგაზრდა ოჯახს ქმნის, გაიაზროს, ვის მიყვება, ან ვინ მოყავს. და კითხოს არა მარტო თავის გრძნობას და ემოციას, არამედ გონებასაც, ინტუიციასაც, სინდისსაც და აი რაც წეღანდითაც დავიწყეთ, ცხოვრებაში უნდა გქონდეს ათვლის წერტილი. ფსიქოლოგიური ხერხემალი უნდა იყოს მის ცნობიერებაში. რის მიხედვით განსაზღვროს, რა არის სწორი, რა არ არის სწორი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შეცდომისაგან დაზღვეული მაინც არავინ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მხოლოდ გრძნობით, გრძნობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ გრძნობით გადაწყვეტილების მიღება ამ მნიშვნელოვან საქმეში ძალიან საშიშია. ეს რაღაც ძალიან არასაინტერესო კითხვაა. როცა საერთოდ არ აქვს ადამიანს კარიერული წინსვლის სურვილი, ეს რა მდგომარეობაა. თუ სულიერი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალალოა. ან სულიერი უნდა იყოს, ან სავალალოა. მოდი რაღაც ეს საინტერესო კითხვაა. როგორ გავაკონტროლოთ საკუთარი თავი? იცით, აი ქონიათ შემთხვევა, რომ გონია რომ მაგარი ტიპი ხარ და აკონტროლებ, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციაში ისე შეგშინებია. ან ისე გაბრაზებულ ხარ. ან ისე და ესე იგი ვეღარ, ანუ ადამიანმა რომ საკუთარი თავი გააკონტროლოს, ადამიანი მარტო არ უნდა იყოს თავის თავში, ის ღმერთთან ერთად უნდა იყოს. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი ქრისტესი. და მე კი აღარა ვარ, მე კი არ ვცოცხლობ, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, პავლე მოციქული ამბობს. თუ ღმერთთან ერთად ვიქნებით, პრობლემა არ არის. სხვა შემთხვევაში ადამიანს არ შეუძლია საკუთარი დაცემული ბუნების ბოლომდე კონტროლი. ნუ მთელი სკოლები იყო საჯაშუშო სკოლები, სადაზვერვო სკოლები, როცა ადამიანებს სპეციალურად წთვნიდნენ იმის გამო, რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ საკუთარი თავი და ადამიანი საოცარ რაღაცებს აღწევს. მაგრამ ბოლომდე გაკონტროლება ადამიანს მაინც არ შეუძლია. იმიტომ რომ ადამიანი თავის თავში ჩაკეტილი არსება გამოდის, თუ ღვთისაგან დახმარება არ ეთქვა. როდესაც გზნობ, რომ ყველა მე ნაკლებად თამაშობს, მე კი არ შემიძლია მერე. ყველა გზნობა. როდესაც გზნობ, რომ ყველა მე. ყველა ვაიმე დედა. არ ითვლება. გავიგო რაღაც კითხვა. როგორ უნდა დაეხმარო მეგობარს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ღმერთი სწამდა და ახლა აღარ სწამს. რა ვიცი მამიდა. ის წმენა რაც ქონდა, ეს იყო ჩანასახის მდგომარეობა წმენისა, რომელიც ვერ რეალიზდა. და რომ ვერ რეალიზდა, ძალიან ხშირად ეს არის ჩვენი სასულიერო პირების ბრალი, ჩვენ ვერ დავანახეთ ცოცხალი ღმერთი. ჩვენ ადამიანი რომ მოვა ჩემთან, ხო?
მე მას წესების კრებული კი არ უნდა შევთავაზე, რომ ასე მოიქეცი, ასე მოიქეცი, ასე მოიქეცი. ასე არ მოიქცი, ასე არ მოიქცი, ასე არ მოიქცი. ეს ქენი, ეს ქენი, ეს ქენი. ეს არ ქნა, ეს არ ქნა, ეს არ ქნა. ეს შეიძლება, ეს შეიძლება, ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება. ეს იმას რომ იცოდეს, ცოტა მეტი ცოდნა რო ქურას მკითხავ და ქრისტე სად არის? ქრისტე არ ვიცი. აი როცა ეს ამ დონეზე ხდება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიაშვილს შორის, ძალიან დიდი შესაძლებლობაა რომ ადამიანმა ის წმენა რაც ჰქონდა ისიც დაკარგოს. და ამის ძალიან ბევრ მაგალითს ვაწყდებით. ესმით ეს არის. წმენა ეს არის ღმერთთან იმის ძიება, ვინც ირწმუნე, ძიება იმისათვის, რომ შეხვდე, გაიცნო და შემდეგ მასთან პიროვნული ურთიერთობა, რომელიც არის საოცარი შემოქმედებითი პროცესი. ეს პროცესი თუ წარიმართა, ხო, ნელ-ნელა ხდება შენი მეტამორფოზა და შენ ნელ-ნელა ემსგავსები მას, ვისკენაც ისწრაფი, ანუ შენ ემსგავსები ქრისტეს. ხდები მისი მსგავსი და შესაბამისად მამა ღმერთის შვილი. ეს არის სწორი სულიერი ცხოვრების ნაყოფი. ქრისტე აღსდგა.